AI-ის ნერვები. AI-ის ნერვები? ხო, რაღაც ტერმინი უნდა შემოვიდეს, რომ AI-ის ნერვები. AI-ის ნერვები აქვს, ხო. ტრადიციაა და სადღაც მუზეუმში უნდა დადო და იქ უნდა იდოს ოღონდ რამ დიდი სქელი შუშის უკან. ყავს ასევე ციფრული AI ასისტენტები. AI თანამშრომლებს ვეძახით, აგენტები. ანუ გამომცემელს რო ვეუბნებოდ რომ მოდი გავაკეთებ კომიქსს. კაი იყოს რა ეს ფრიდონის როლში, ფერატკანიანი. და თქვენი გადაკვეთა შოთა რუსთაველის ფილმებასთან არ არის ერთჯერადი, ხო? ვეფხისტყაოსანი არის ცოცხალი. აი ჩემთვის არის ეგ ტიპი რა. სულ როგორი კომენტარი გიყოლე, ქართული სახე დამწყდა. აი AI-ისთან გააკეთე კომიქსი. AI-ით დაკომპლექტებული გუნდის უპირატესობა რა არის? სიმღერებს არ წერს ესე? გიგი რაღაც შენბული სიმღერა ვერ წავიდა და ხო არ დაწებია. ფრაზას ვერ ჩაანაცვლე. რუსთაველი მაგას არის კადრებდა. არის კადრებდა კი. რა, Amazon-მა 16000 კაცი გაუშვა და ჩანცვლენ ეს ხალხი რობოტებით. რეალურად ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც რესურსი. რა თქმა უნდა. ტრადიცია ცოცხალი ორგანიზმია, რომელთანაც ერთად ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თუ არ გეცოდინება, მაგრამ არის რაღაც საქმეები, რომელიც უნდა ადგე ჩაიკეტო და არასდროს არ გამოხვიდე, სანამ არ მორჩება. შენი დავალებების გარეშეც კი მუშაობენ რა. სივრცე, რომელშიც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს საერთოა, რაღაცნაირად უნდა არსებობდეს და ეს ერთ-ერთი სივრცეა, რომელიც არის ვეფხისტყაოსანი საქართველოსთვის მე მგონი დღეს. გამარჯობა, დღევანდელ ეპიზოდში ციფრულ სამყაროში ვიმოგზაურებთ მე და გიგი. ჩვენი სტუმრებისგან შევიტყობთ, როგორ გაცოცხლდა ვეფხისტყაოსანი ციფრულ და კომიქსების ფორმატში და როგორ მოირგო ენტონი ჰოპკინსმა როსტევან მეფის როლი. საერთოდ სად შეიქმნა AI კრეატორებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი. მოგესალმებით, მართლა ძალიან საინტერესო თემა გვაქვს და მე მინდა ჩვენი პირველი სტუმარი გაგაცნოთ გიგი კურტანიძე, ჩემი სეხნია, ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ესე იგი ციფრული მარკეტერი და რაღაცნაირად ორ მარკეტერს შორის ერთი მუსიკოსი აღმოჩნდი დღეს. შუაში უნდა ვიყო თქვენ შორის. უბრალოდ სხვადასხვა ერთი განსხვავება არის. თქვენ ორივეს ყავთ გუნდი, მაგრამ გიგის ასევე რეალური ადამიანებისა და შესანიშნავი გუნდისა ყავს ასევე ციფრული AI ასისტენტებიც. ხომ მართალი ვარ? მართალია კი AI აგენტებს ვეძახით. AI აგენტები. ყველას თავის სახელი აქვს, როლი აქვს, პლუს პერსონალიზაციაც აქვს, ან თავიანთი ხასიათები აქვს და ხასიათებიც აქვს. კი, ხასიათების გაწერილი გვაქვს. დღესაც სამსახურში არ მოვიდეს და თქვას რომ იცი დღეს მე. არა, სამსახურში მოვა, მაგრამ შეიძლება რაღაც პერსონალად რაღაც ისე მოგიდგეს რა სხვანაირად და თავის სტილში დაგელაპარაკოს რა, თუნდაც ერთი შეიძლება უხეშიც იყოს რაღაც. საინტერესოა. და ეს გუნდი გრაფიკული დიზაინერები, სოციმედიები და ასე შემდეგ. კი, დაკომპლექტებულია მთელი ციფრული მარკეტინგი, რასაც მოიცავს რა, დაწყებული გრაფიკული დიზაინიდან დამთავრებული ვიდეო ედიტორიც კი არის, რომელსაც შეგვიძლია რომ ვიდეოები დააგენერებინო ნებისმიერ ფორმატში, განსაკუთრებით ჩვენი მიზანი ახლა არის რომ ელექტრონულ კომერციაში რა ბიზნესებიც არიან, მაგათ დავეხმაროთ რეკლამების ავტომატიზაციაში. ძალიან საინტერესოა და მოდი ყველაფერი დავიწყოთ აი სულ თავიდან. აი როდის თქვენს კომპანიას ქვია, პლატფორმას ქვია AdMagica AI, ხო მართალი ვარ? მართალია. და როგორ მოხდა ის ევრაზიის 13 საუკეთესო პლატფორმას შორის და როგორ დაიწყო თქვენი მოგზაურობა AI სფეროში და როდის? AI სფერო რო ვახსენო, ანუ 4 წლის წინ მაშინ როცა პირველი ვერსია იყო და ChatGPT არავინ არ იცოდა, მაშინაც კი უკვე early access member-ები ვიყავი და ძალიან დაინტერესებული ვიყავი ამ სფეროთი. რაღაც ბავშვობიდანვე მიტაცებდა რაღაც ეს აი ფილმი რო არის რაღაც აი რობოტი რაღაც კი. და ვიდეო თამაში კიდევ Detroit Become Human და დიდი ხო და ნუ აი ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო და მოკლედ ძალიან early adopter ვიყავი და რაც შეეხება ჩემს სტარტაპს, დაახლოებით იდეა გამიჩნდა 1 წლის წინ და ამ იდეის ირგვლივ, ანუ განხორციელება არ ვიცოდი როგორ შესაძლებელი იყო, იმიტომ რომ რეალურად მე სტარტაპის შექმნის მიმართ გამოსვლება არ მქონდა. მიმუშავე რაღაც ტრადიციულ ბიზნესში, მიმუშავე როგორც სააგენტო და შემიქნია როგორც სააგენტო და სერვისი, მაგრამ არ მქონია შეხება განსაკუთრებით აი SaaS-თან, ანუ software as a service. და ნუ დავიწყე პარტნიორის ძებნა, LinkedIn-ზე დავწერე რომ მეთქი აი ესე და ესეთი სტარტაპ იდეა მაქვს რაღაც ნაადრევი შედეგები. იდეებიც მაქვს და გამოსვლებაც და მჭირდება ადამიანი, ტექნიკური ადამიანი, ვინც დამეხმარება ამ ყველაფრის იდეის განხორციელებაში და
ძალიან გამიმართლა რომ კარგი პარტნიორი ვნახე, რამდენიმესთან გასაუბრება მქონდა, ბოლოს მე ხვიჩასთან ერთად დავიწყე და მე და ხვიჩა მოკლედ შევძელით და 3 თვეში შევქმნით MVP ვერსია, ანუ რაღაც მინიმალური ვერსია ჩვენი პლატფორმის და შევავსეთ განაცხადი 500 Global-ზე. 500 Global-ი არის ამერიკული venture კაპიტალი, რომელიც ეხმარება მსოფლიოს ირგვლივ ყველა კონტინენტზე არიან და მათ შორის ევრაზიაშიც. ეხმარებიან მსოფლიოს ირგვლივ პლატფორმებს, რომ ნაადრევი სტარტაპები ვინც არიან და რაღაც ნაადრევი იდეა აქვთ, ამ იდეის სრულყოფილებაში და განხორციელებაში რა. მაგალითად Canva დარწმუნებული ვარ გეცოდება მithumetes მარკეტერი თუ ხარ, Canva იყო თქვა 500 Global-ის ერთ-ერთი პირველი რომელშიც ინვესტიცია ჩადეს თავის დროზე და მაშინ არავინ არ იცოდა Canva რა იყო. ვიმედოვნებ რომ ჩვენი სტარტაპიც მაგდანზე იქნება, ნახოთ ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ნუ ყოველ შემთხვევაში სტარტაპის life cycle არის ხოლმე რომ 2-3 წლის მერე ჩანს შედეგები. ChatGPT-ს ასე მაგალითად დღეს რასაც ხედავთ, ანუ 2016-ში დაიწყო და რავი 3 წელი საერთოდ არ ჩანდნენ ბაზარზე, იმიტომ რომ იმდენად მუშაობდნენ ამ პროდუქტზე და ინვესტიციებს პლანობდნენ, რომ უბრალოდ შექმნილი იყო და სექტემბერში დაიწყო 500 Global-ის პროექტი, უკვე როცა მოხვდით 13 საუკეთესო სტარტაპის შორის, ერთადერთი ქართული სტარტაპი აღმოჩნდით სამწუხაროდ. ამ საქართველოში ტარდება ხოლმე და ძალიან ცუდი არის რომ ერთი ქართული კომპანია მოხვდა ამ 13 შორის რა, მაგრამ ნუ ვიმედოვნებ რომ მაგ მიმართულებითაც ყოველთვის რაღაცა ყველას ვცდილობ რომ დავეხმარო რომ თქვენც იქნებით ერთგვარი პიცგი ქართველებისთვის. მოდელი. არა, სიმართლე გითხრა მანამდეც ყოფილა, მაგრამ სულ რაღაცა ის სტაბილურად მაქსიმუმ ერთი იმარჯვებდა და ერთი ხვდებოდა და რაღაცნაირად ახლა მინდა რომ ეს ქართულ ეკოსისტემაში რაღაცა ჩემი ხმაც გამოვაჩინო, რომ იქნებ უფრო მეტი სტარტაპ იდეა გაჩნდეს, რომელიც მოხდება თუნდაც 500 Global-ზე. თქვენთანაც უკვე ჩაიდო საკმაოდ დიდი ინვესტიცია, ხო? 100,000-ის ოდენობით. აი, რას უზრუნველყოფს ეს ინვესტიცია და ზოგადად მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე არის ხელმისაწვდომი ხამ თქვენი პლატფორმით სარგებლობა თუ ქართულ რეალობაშიც შეგვიძლია? კი. გამოვიყენოთ. ხო, ზოგადად $100,000 ჩემი აზრით ამ დიდი ინვესტიცია დაარითვლება, ეს არის რაღაც ზღვაში წვეთი იმისთვის, რომ საბაზისო დონეზე რაღაც ელემენტარული კარგი UI UX დიზაინერი აიყვანო, რომ შენ პლატფორმას უფრო სერიოზული სახე მისცე, ლამაზ დიზაინი, რომ მომხმარებლის მხრიდანაც უფრო მეტი ჩართულობა იყოს და ინტერესი და იდეაში ჩვენი პლატფორმა თავარი მიზანი რა თქმა უნდა არის რომ შევიდეთ ამერიკულ ბაზარზე, მაგრამ ეს მოითხოვს მინიმუმ იქ ყოფნასაც კი ფიზიკურად, იმიტომ რომ მაგის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია რომ დამატებით კიდევ ინვესტიცია მოიპოვა. საქართველოში მაგალითად 500 Global-ის გარდა ფაქტობრივად არ არსებობს სხვა venture კაპიტალი, ეხლა არის რაღაცა დაიწყო რაღაც პროცესები, მაგრამ იმ ხელა ინვესტიციის მოპოვება შეუძლებელია, რაც იქ რო იყო რა ლოკალურად. რასაც საუბრობს გიგი, მესმის და რაღაცები არ მესმის და მე რაღაცას ჩაგეკითხები ხოლმე. უფრო დეტალს ვეცდები. კონკრეტულად რა გვიხსნა, თუ შეიძლება, თქვათ აი, რა შეუძლია თქვენს გუნდს და როგორ ეხმარება თქვენი გუნდი სხვადასხვა კომპანიებს? კი, აი, რამდენიმე მაგალითს მოგიყვანა. აი, თქვა წარმოგიდგინე კი. აი რაღაც თქვათ პატარა მაღაზია გაქვს შენ რაღაც პროდუქტი გაქვს კონკრეტული შექმნილი არ ვიცი რაღაც თქვათ ტექნიკის პროდუქტი გაქვს ჩინეთში ყავს საფლაიერი და ამერიკაში გინდა რომ გაყიდო პროდუქცია ჩვენ პლატფორმაზე როცა რეგისტრირდები პირველ რიგში შეკავს შენი პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია რა სურათი რა არის ვიზუალურად როგორ გამოიყურება თუ რაიმე იცი შენ პროდუქტზე ბენეფიტი რაც შენ მოიცი შეგიძლია ეგეთ შეიყვანო ფასი შეკავს ანუ და როგორ არის მთელი ეს onboarding-ი ანუ ეს პროცესი როცა პლატფორმაზე შედიხარ ჩვენი AI აგენტები თქვა social media თავის მხარეს გეკითხება კითხვებს ვიდეო ედიტორი თავის მხარეს გეკითხება business developer-ი კიდევ თავის კითხვები აქვს და ნუ რაც უფრო მეც შეგიძლია ეს კითხვები დასკიფო რა ხო ივსებს თავის თავს კი ივსებს თავის თავს და პარალელურ რეჟიმში შენ პროდუქტს რო ეუნები ინტერნეტშიც
იძიებს კონკურენტებს დეტალურ ინფორმაციას, რომ კიდევ უფრო მეტი ის გაიგოს და მაგალითად აუდიტორებსაც გეუბნება, რომ აი სიტყვაზე შენ რო ეს პროდუქტი გაქვს, ეს პროდუქტი იდეალურია 3 სხვადასხვა სეგმენტისთვის. და მოდი 3 სხვადასხვა სეგმენტისთვის სხვადასხვა კამპანია მოვიფიქროთ, სხვადასხვა კრეატივი, სხვადასხვა მესიჯი და პროცესი როგორ არის, როცა ამ onboarding-ს გაივლი მერე უკვე შიგნით ეს AI თანამშრომლებს ვეძახით, აგენტები, შენი დავალებების გარეშეც კი მუშაობენ რა. ანუ თუ ChatGPT-ში მაგალითად უნდა შეხვიდე და შენ თუ უნდა წერო და ეჩალიჩო. ხშირად უნდა გაახსენო ვინ ხარ და რა ხარ? ხო, ეს ჩემთან გამომდინარე ვამბობ. ხო, ეგეც არის. აუცილებლად ხოლმე კაცო, ნახევარსაც ხო იცი? კი, შენ ეს დიახ. ზუსტად. ჩვენ შემთხვევაში არ არის ესე. ხო, ჩვენ უფრო ადაპტირებული ვართ მაგაზე, რომ ბრენდის შესახებ ინფორმაცია იცის, ფერები იცის, ბრენდ ვოისი, ყველაფერი და მერე უკვე ცდილობს, რომ შენ მოგერგოს და მაგალითად შენს Facebook account თუ მიაბავ, Instagram-ს თუ მიაბავ, იქ Shopify-ც არის online ბიზნესში ყველაზე პოპულარული პლატფორმა. ხედავს რა ამ live-ში ამ მეტრიკებს და გეუბნება რომ გიგი იცი რა, შენი რეკლამის შედეგები დაეცა ბოლო 2 კვირის განმავლობაში და მოდი ახალ რეკლამებს შევქმნი და შენ როლ დამიდასტურე. ხო, როგორ? ხო. სიმღერებს არ წერს ისე? გიგი რაღაცა შენი ბოლო სიმღერა ვერ წავიდა და ხო არ დაწერდია? ფრაზას ხო არ ჩაანაცვლე. ხო არ შეცვლი. ჯერჯობით e-commerce ორიენტირებული, მაგრამ მე რა ფარმაციულ სიმღერებს წერაც რა აღარ ვინ. მაგისი კარგია. მაგას ვივალდები წამოსოლილი ხარ და დღეს რამდენი სიმღერა დავწერო. აი კლიპი. კლიპს ხარ მე ვკითხე უკვე სხვათა შორის კითხე ჩემო მეგი. კარგ ამბებს ველოდოთ. კი, ეგეთებიც არის. იცი რა მითხარი, ანუ ციფრული მარკეტერი ხარ და გამოცდილება ახლა დიდი გაქვს საკმაოდ ისეთი პოპულარული ხერხები ქართულ ბაზარზე არ მუშაობს ხოლმე, ხო? რაც შეიძლება საერთაშორისო ძალიან კარგად გამოიყენო. ამ შემთხვევაში როგორ არის ჩვენთან საქმე? აი, თუნდაც ამ პლატფორმაზე, ქართულ ბრენდზე შეიყვანე ყველაფერი, მიაბი page-იც და ასე შემდეგ. აი, რამდენად ადაპტირებადია. ქართულად იდეალურად მუშაობს, იდეალურად ლაპარაკობს, აგენერირებს. ერთ-ერთი რაც აღნიშნე რომ ჩვენ მცირე ბიზნესებზე მაინც ვცდილობთ რომ არ ვიმუშაოთ, თუ თავისით არ მოდიან და არ გვეწევენ. Enterprise-ზე იმიტომ გვაქვს გათვლა გაკეთებული დიდ ბრენდებზე, ვინც e-commerce-ში არიან, რომ ჩვენი სისტემა პირველ რიგში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რომ data leakage არ მოხდება. რაღაცა თქვათ იქ შეიძლება Excel-ის დიდი ფაილი ატვირთო, სადაც შენი გაყიდვების მონაცემებია და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს AI დაამუშავებს და შენ გუნდისთვის უფრო ადაპტირებულად კარგად იმუშავებს. ან შეიძლება რაღაც ისეთი ინფორმაციები გაუზიარო, ჩვენ გვაქვს ამ ცალკე knowledge ვეძახით რა, სპეციალური სექცია, სადაც შედიხარ და twin-ია რა, ჩათვალე. ამ twin-ს რაც უფრო მეტ ინფორმაციას აწვდის შენ ბრენდის შესახებ, უფრო უკეთესად აგენერირებს პოსტებსაც, ვიზუალებსაც და ყველაფერს და სხვათა შორის აი ქართულ ბრენდების შემთხვევაში აი ძალიან მოწონთ რომ შეუძლიათ რომ ერთ გუნდს ერთი AI ქონდეს, რომელმაც უკვე იცის ყველაფერი ამ ბრენდზე. აი ChatGPT-ის ტრადიციულად და Gemini-ის შემთხვევაში ისე არის რომ თითო user-ს ყველას ცალ-ცალკე ჭირდება უთხრას რომ იცი რა მე ამ კომპანიის თანამშრომელი ვარ, ჩვენი კომპანია ამას ყიდის და ყველამ ცალ-ცალკე უნდა აუხსნას და თან ის აღარ ვართ ხალხი, ეგრეა. ხო და კიდევ ცალკე ის პრობლემა არის რომ რამდენად კარგად აუხსნის მაგას და ჩვენ პლატფორმაზე როლები არის აი ადმინისტრატორია, ვისაც შეუძლია რომ ეს ინფორმაციები პასუხისმგებლობა აიღოს და შეიყვანოს და ვიღაცა ვინც ან სტაჟიორი არის ან დამწყები მარკეტერია, იმას არ აქვს მაგის უფლება, რომ ამ knowledge-ში რაღაცა ინფორმაცია შეიცვალოს. თუმცა გუნდურად ემუშავები კი და აი ყველაზე დიდი benefit ის არის, აი საერთაშორისო პლატფორმა ისეთი. ჩვენ ესე ფუთავთ ხოლმე, ჩვენ ვართ Canvas-ი და Miro-ს გაერთიანება რა, ანუ მარკეტერებისთვის ორივე ძალიან პოპულარული პლატფორმაა. Miro არის რაღაც პლატფორმა, სადაც შეგიძლია რომ შენი თანაგუნდელები მოიწვიო და მაგათ მაუსებს ხედავს, სად მოძრაობენ და რას წერენ. ანუ ერთგვარ რაღაც მარტივი Google Docs-ის უკეთესი ვერსია. და ჩვენთანაც ეგრეა რომ აი მაგალითად სიტყვაზე 8 მარტის კამპანია გაქვს რაღაც დასაგეგმი რა. AI-მ უკვე შენ ბრენდზე ბევრი იცის, Facebook-შიც ხედავს რა პოსტები გიდევს, როგორ ლაპარაკობ, რას აქვს ყველაზე კარგი შედეგი და როცა ქმნი კამპანიას დაეუნები რომ 8 მარტის კამპანია მინდა ამ პროდუქტისთვის და enter search prompts
დააგენერებს უკვე ამ კამპანიის პრეზენტაციას, აუდიტორიას დაახლოებით ვინ უნდა იყოს, როგორ სტრატეგია, რა ბიუჯეტი და ასე შემდეგ და მე ეს ყველაფერი ბორდის სახით რა შეგვიძლია შენ team member-ებს გაუზია რომ შემოვიდნენ ისინი ერთობლივად იმუშაოთ და მე დაექსპორტოთ რომ იმიტომ დიდ კომპანიებს ის პრობლემა აქვს რომ ძალიან იწელება დროში აი ეს ყველა დადასტურების მომენტი რომ რაღაც იდეა რო გაქვს შენ სანამ ბორდამდე მიტანდა შეათანხმები და ყველა დაადასტურებს სანამ პრეზენტაცია უნდა გააკეთო ყველა ვარიანტში და აი ეს პრობლემა რაც მოვისმენთ ქართული ბრენდებისგან ყველაფერი გავითვალისწინეთ აი ბოლო 3 თვის მანძილზე და ნელ-ნელა დავამატეთ ესეთ ფუნქციები რაც ვფიქრობ უფრო ღირებულს ხდეს ჩვენს პლატფორმას და მაგას ჩვენი მიზანიც ეგ არის რომ რაც შეიძლება მეტი ფიდბექი მივიღოთ რომ უფრო ადაპტირდეთ ეგეთ კომპანიებს გამოცდილი პრაქტიკებით კი ძალიან საინტერესო ასევე ერთ თემას მინდა შევეხო ეს არის ვიდეო კონტენტი და ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს საერთოდ ვიდეო კონტენტი და ეს გადაღება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მუშაობს დროსთან, თანხებთან მუშაობს დიდი გუნდი და ამ შემთხვევაში თქვენი სტარტაპი ვიცი რომ აკეთებს ვიდეო კონტენტს. და როგორ ხდება ეს და რამდენად ხელმისაწვდომია იგივე პატარა კომპანიებისთვის რომ გქონდეთ ხარისხიანი ვიდეო კონტენტი. კი, ჩვენ რადგანაც გამომდინარე იქიდან რომ სტარტაპი ვართ, სტარტაპი რას ნიშნავს? ანუ ხანდახან ისეთ საქმის კეთება გიწევს, რაც შეიძლება არ გეკომფორტულებოდეს რაღაც მომენტში რა. ცხოვრება ეგრე? ხო, აი მაგალითისთვის რა Airbnb-ც რა ვიყოთ რა. Airbnb-ის თავის დროზე, ნუ ხო საერთოდ სხვა იდეა ქონდა, თავიდან მატრასების გაქირავების სერვისი იყო და თან წარმოედგინა თვითონვე დადიოდნენ, თვითონვე მიდიოდნენ სახლში, თვითონვე უღებდნენ ფოტოს და განცხადებას ტვირთავდნენ, იმიტომ რომ სხვებს ეზარებოდათ რა. ეგეთი უცნაური პერიოდი იყო. აი ხლა რო კითხო Airbnb პირიქით არის, ანუ ყველას ოცნება დაქვს რომ Airbnb-ზე რაღაც ლისტინგი გააკეთოს და ბიზნესი დაიწყოს და აქაც ჩვენც ეგრე ვართ რომ რაც არ უნდა გვინდოდეს რომ ყველაფერი ავტომატიზირებული იყოს და იდეალურად მუშაობდეს, რა თქმა უნდა ადამიანური რესურსის ჩართულობას მოითხოვს და შესაბამისად ჩვენ მით უმეტეს მოთხოვნა რომ დავინახეთ ბაზარზე რომ ბრენდები არის ამისაც სურთ რომ AI კამპანიები შექმნან, ესეთი რაღაც დავინახეთ რომ უნდათ, მაგრამ ის არ უნდათ რომ თვითონ გააკეთონ რა, ანუ რაც არ უნდა ინფრასტრუქტურა მისცე შენ პლატფორმაზე და უთხრა ვიცი რა ჩემს პლატფორმაზე ამის გაკეთება შეგიძლია ყოველს მაგას გეუნებიან უმეტესობა მაგას გეუნება ჯერჯერობით რომ იცი რა ძალიან მომწონს ეს მაგრამ იცი აი მეზარება რა ეს ჩემით რო გავა თულია მეც ბევრჯერ ვცადე და თულია და შიშის მომენტიც აქვს იდეაში ციფრული ხელსაწყოები რაც ესე შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში თავიდანვე ეგეთი დამოკიდებულება იყო თუნდაც რა ვიცი მობაილ ბანკი რო არის ადამიანები რომელსაც მოგაწვდის და თხოვს რომ გამიკეთე იმიტომ რომ მაინც ეს შიშის ფაქტორი არის რა ზუსტად და შესაბამისად ან ჩვენ რაღაც ერთგვარ ნახევრად სააგენტოც ვართ რა ანუ AI სააგენტოა რომელიც რაღაც კონტენტს აკეთებს სხვადასხვა ბრენდებისთვის და შეკვეთებს ვიღებ და AI ვიდეოებს ვაკეთებთ, ვაცოცხლებთ ადამიანებს, რავი პერსონაჟებს, ხან რენდერებსაც კი ვაკეთებთ ხა სამშენებლო კომპანიებისთვის და ნუ აი ძალიან ბევრი მრავალმხრივ სხვადასხვანაირი სხვადასხვა კლიპიდანაც მქონდა უკვე რაღაცა მოლაპარაკება არის ხა უნდათ რაღაც კადრების გაცოცხლება ძველი პერიოდიდან, იმიტომ რომ ეს კლიპი არის რაღაც საქართველოს ძველი ისტორიაზე და ნუ აი რაღაცა ბევრნაირი სხვადასხვა საინტერესო პროექტები შემოწ ანიმაციებიც კი რომ რაღაც ქართული ანიმაციის შეკვეთა უნდათ და შესაბამისად ქართული ბრენდებისთვის ვიტყოდი რომ ძალიან ხელმისაწვდომი ფასიც გვაქვს და ისედაც სტრაფი გუნდი ვართ რა ანუ გუნდი თან დაკომპლექტებულია აი მართლა აი ძალიან მადლობელი ვარ ჩემი გუნდის ძალიან ამბიციური პასუხისმგებლიანი ხალხით და რა ვიცი აი ისე სტრაფად ვაკეთებთ ხოლმე ხანდახან უყვერთ რომ აი უკვე მზად არის რაღაც ანუ ისეთ ანუ ქართულ ბაზარზე მithmetes რაღაც სახელი გაბჭებული რომ ეს დაგვიანებული დედლაინები და ტასკები ხო კი ნამდვილად აი დროს და რესურს გვიზოგავს მაგრამ მაინც რო ჩავიდეთ სიღრმეში AI-ს დაკომპლექტებული გუნდის უპირატესობა რა არის ადამიანურ რესურსთან მიმართებაში ну აუცილებლად უნდა აღნიშნო რომ 24/7-ზე მუშაობა ოღონდ რა კონტექსტში რა ანუ არის რა რამდენიმე სტარტაპი უკვე open crawl მაგალითად ძალიან პოპულარული გახდა ახლა ამერიკაში აი უცებ გავრცელდა რა მთელი Twitter-ი ახლა მაგაზე ლაპარაკობს X-ი რა რომ ერთ-ერთმა ფრანგმა დეველოპერმა მოიფიქრა ისეთ რაღაც რომ მოდი
შევქმნი აპლიკაციას, სადაც ხელოვნური ინტელექტს მივცემ ჩემს კომპიუტერის მაუსზე ცდომას კლავიატურაზე და რაც უნდა ისაკეთოს რა. შენ შეგიძლია რომ დავალება მისცე, შენ ხარ ესე და ეს ადამიანი, შენი როლი არის ეს, დღეს იმუშავებ ამაზე. შეგიძლია WhatsApp-ში ყავდეს და მაგალითად WhatsApp-ში მიწერო ჩატში რომ ესე და ეს გამიკეთე რა და ის კომპიუტერს შევა საიტზე, მაუს გამოიყენებს, კლავიატურას ჩაწერს და აი ყველაფერს გააკეთებს რა. ჩვენ მაგალითად ახლა დავალება მივეცით რომ შეებულებაშიც. ხო, ჩვენ ახლა დავალება მივეცით მაგალითად შედი ამერიკულ საიტებზე და მოიძიე რამე თუ კარგი შესაფერისი ბრენდი არსებობს, რომელიც ჩვენ პროდუქტით დაინტერესდება და მაგათი მარკეტინგის ან დამფუძნებლის ნომრები მოგვიწია. და ეს არის და 24-ზე მუშაობს, არ ეზარება მოკლედ და მოიძია. კი და მოიძია. და მე ცალკე არის AI ეხლა ვაკეთებთ მაგალითად სხვა პლატფორმებში ვიყენებთ, მაგრამ AI გაყიდვების გუნდს ვქნით, რომელსაც აი ადამიანისგან ვერ განასხვავებ, ტელეფონს რო დაგირეკავს და თან ყველაზე მეტად მაგარი ის არის, რომ ძალიან ადამიანური ხმა აქვს და პლუს აი წამის მიასედებში პასუხობს როგორც ადამიანი. და ხვდება ხანდახან, იმიტომ რომ ხა მაგალითად ძველ AI მოდელებს რა პრობლემა მქონდა, იცი რაღაცას რო გელაპარაკებოდა აი სულ რო პატარაზე ხმა მოგეღო, ეგრევე ჩუმდებოდა და შენ გისმენდა რა. ეს ცოტა სხვანაირია რა, ეს რაღაცა თან გისმენს და თან აგზელებს რა, რომ ადამიანებით რა შეიძლება არა მე ჩემი უნდა დავამთავრო რა. და ეხლა მაგალითად AI გაყიდვების გუნდს ვაწყობთ, რომელიც ამერიკაში ჩვენი ტელეფონის ნომრით, ამერიკული ნომერი ავიღეთ და დარეკავს და შესთავაზებს ბრენდებს, რომ ესე და ეს კომპანია ვართ და ამადამ სერვისს ვაკეთებთ, ხო არ დაინტერესდებოდი და კოლს ჩანიშნავს და მე კოლზე ჩვენ შევალთ რა, უკვე ადამიანი. ან შეხვალთ ან კიდე მაინც გააგზავნით თქვენს AI ნუ შეიძლება, სამომავლოდ შეიძლება. აი ცოტა დღეს უფრო AI-ს ვიტყოდი, რომ ავტომატიზაცია რაც ახსენე. აი ისეთ მონოტონურ საქმეებში რაც მოითხოვს აი ადამიანის დიდ რესურსს რა და მართლა აი ნერვებზე მოქმედებს რა. ეხა როგორია რომ დღეში 100 კაცს დაურეკო და ერთ და იგივე სკრიპტი უმეორო. ხო, და რთულია სხვა შორის. ნუ მოსაბეზრებელია რა, ანუ ადამიანები ვართ ისეთი ინდივიდები, რომ შექმნილი ვართ, რომ რაღაცა კრეატიული რაღაც ვაკეთებთ, ყოველდღე ახალი რაღაც ვიფიქროთ, რავი, ჩემი შეხედულება ეგეთია და ის ყველაფერი რაც მონოტონურია და განმეორებადი და რაღაცა ეგეთები შეგვიძლია უკვე ხელოვნურ ინტელექტს გადავაბაროთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოსდის და უფრო მეტ კრეატივში ჩავერთვებით ჩვენ ნაწილში და შეიძლება გააკეთო, მაგრამ ხარისხსაც ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 100 ადამიანს რო ელაპარაკები. ხო, რა თქმა უნდა. შეიძლება პირველს კარგად დავურეკო, მეორეს კარგად, მაგრამ 50-ე ისე მოგიშალოს ნერვები, რომ მე დანარჩენ 50-ზე ვეღარ გახვდე და AI-ს პლუსი ეგ არის, რომ რაღაც რეაქცია არ აქვს. AI-ს ნერვები მე. AI-ს ნერვები? ხო, რაღაც ტერმინა შემოვიდეს, რომ AI-ს ნერვები. AI-ს ნერვები აქვს, ხო. აი ცოტა ღრმად რო შევიდეთ ამ თემაში, მე ჩემი მოსაზრება მაქვს, არ მეკითხებით ხო, რას ვფიქრობ? კი ბატონო. ძალიან ინტერესant. მე მგონია ვეთანხმები გიგის იმაში, რომ ეს რუტინა რაც არის, რომელიც პრინციპში ადამიანი ამის გარო გათავისუფლდეს, იქნება მართლა იდეალური და უკვე ხდება ეს, რომ ადამიანს მეტი თავისუფლება ეძლევა, მეტი შემოქმედება, უფრო შეუძლია თავისი დრო და ენერგია შემოქმედებისკენ მიმართოს და უფრო მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმოს, თუნდაც ჰობის და ასე შემდეგ. აი კიდე რომ ჩავიდეთ ღმათ, იმიტომ რომ მაინტერესებს ადამიანის აზრი, რომელიც აი პირადად არის ჩართული ამ AI-ში და როგორ ფიქრობ, რა არის AI მარკეტინგის მომავალი? ძალიან კაი კითხვა. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული რაღაც ChatGPT-ს Sam Altman-ს რო ეკითხება ხოლმე, იმანაც არის ხოლმე პასუხი, მაგრამ ჩემი აზრი მაქვს რა თქმა უნდა ამ თემაზე. აი ტექნოლოგიურ რევოლუციებს რო დავაკვირდეთ, ხო? აი თუნდაც კომპიუტერის გამოგონება, რამაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა კაცობრიობის დაჩქარებაში, განვითარების დაჩქარებაში, ხო? აი არის ესეთი ინტერვიუ 60-იან წლებში ჩაწერილი, როცა ამერიკელ ხალხს ეკითხებიან, რომ აი რას ფიქრობთ კომპიუტერზე რა, რომელსაც ჭადრაკში ვერ დაამარცხება, არ ვიცი, სკოლის მოსწავლეებსაც რო ეკითხებიან, კი. ხო, რაღაც მაგრა ანგარიშობს, კალკულატორი აღარ ჭირდება და ნუ აი უკვე აი შიში აქვთ რა, აუ არ ვიცი რა გავაკეთო ჩვენ, დავიღუპეთ, всё. ანუ კაცობრიობა გადაშენდება, აი პირველი რაც გვახსენდება ეგ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ხელსაწყო, რომელიც გაამარტივებს პროცესებს, დაგვეხმარება რომ ადრე თუ ერთ საქმეს ვაკეთებდით, ხო? აი რო შევადაროთ რა, აი ავიღოთ მე-10 საუკუნე და შევადაროთ თუნდაც მე-20 საუკუნეს რა. აი მე-20 საუკუნის ბოლოს უკვე კომპიუტერი რო გამოვიდა ინტერნეტის შეიქმნა და რაღაც, ხო? აი 21 იყოს თუნდაც დასაწყისი, ხო?
ანუ უბრალოდ ცხოვრება აჩქარდა და ადრე თუ მე-10 საუკუნეში მთელი წლის განმავლობაში რაღაც შეიძლება ერთი საქმის აკეთებდა ადამიანი და ის ეგონა რომ აი იყო თავარი ტემპი და ეხლა უკვე იმერც კი არ აკეთებ 100-ს აკეთებ და AI-სთან დახმარებით 1000-ს გააკეთებ რა ანუ როგორც მე მაგალითად ეხლა ჩემი ბავშვური ოცნება იყო სულ რომ რაღაცა კინემატოგრაფიაში მიიღო წვლილი, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ქართული კინემატოგრაფია არ არის იმ დონეზე განვითარებული და შეიძლება რაღაც დონეზე მეც მე აღარ გამოვიჩინე ინიციატივა და აღარ ჩავერთე. ის ბავშვური ოცნება ეხლა გავაღვიძე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, იმიტომ რომ შეგიძლია რომ ის შენი კრეატივი ჩართო, უთხრა რა გინდა, რა იდეა გინდა და AI-ის დახმარებით მოკლედ ამ ყველაფერს ეს ყველაფერი რეალურად აქციო რა და შესაბამისად მე ამ ხელსაწყოს უყურებ როგორც ერთგვარ დამხმარ ინსტრუმენტად რომელიც მომავალში კი არ ჩაგვანაცვლებს უბრალოდ პირველ რიგში ხო ჩანაცვლებს ვის ან ჩანაცვლებს აი იგივე წეგანდელ მაგალითს დავბრუნდები რაც განმეორებად ისეთ პროცესებს რაც ისეც არ მოგწონდა რა მასე აი თუნდაც აი რო ავიღოთ რა იმ ძღოლი რო ხარ რა მაგალითად და კი არის მაგის საშუალება რომ ეხლა მაგალითად უკვე ეს გამოვიდა რა ქვია Uber-ის დამფუძნებელი და თქვა რომ ну წელს არა მაგრამ 5 წელშიო всё რა ალბათ მე ვიმგზავრე ლოს-ანჯელესში და სან-ფრანცისკოში ხშირად ვიმგზავრე უმძღოლო ტაქსით და თავიდან აი ძალიან ისე ვიყავი და მე უკვე ხო და ისე ჩორული ალბათ სტატისტიკა არ გინახავს სხვათა შორის 200 თუ რაღაც 250% უფრო ნაკლები შემთხვევები ხდება როცა ხელოვნური ინტელექტი ატარებს ანუ ნაკლები ძალიან ისე დადის ხო დაფიქრებულად და გაიხედავს გამოიხედავს გაივლის და აი ზუსტად რა ანუ სამწუხაროდ ხო ესეთ ხალხი ჩანაცვლდება დიდი ალბათობით ან შეიძლება ისე მოხდეს რომ უბრალოდ მეტი დაფასება იქნება ეგეთ ადამიანის შრომას მაგრამ მაინც უფრო ვიტყოდი რომ ორგანული ყველაფერს მაინც ჭირდება ადამიანის ხელი რაღაც დონეზე და აი მე არ მომწონს ხოლმე როცა აი თავიდან რობოტების თემითაც რო დაიწყო ანუ ყოველთვის ადამიანებს იმის შიში ჰქონდათ რომ რაღაცა ეხა სამსახურებს დაუკარგავს ჩაგვანაცვლებენ და ასე შემდეგ რეალურად ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც რესურსი და ადამიანის გარეშე ალბათ მაინც თუნდაც იმას უნდა მისცეს სწორი დავარება და ამაში ძალიან დიდი წვლილი იქნება. აი მაგას რომ აი Amazon-ის შემთხვევაც ავიღოთ რა, აი Amazon-მა 16000 კაცი გაუშვა. თავისი ქარხნებიდან, საწყობებიდან და ჩანცვლენ ეს ხალხი რობოტებით. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ნუ მაინც ვიტყოდი რომ არ მგონია ხა მაგ 16000 ადამიანს მოწონდა თავისი სამსახური რომ რაღაც ერთი ნივთი მეორე ადგილიდან გადაიტანე და იმუშავე რა, ანუ ძალიან ისევე აი მოსაბეზრებელი საქმე მგონია რა და უბრალოდ საჭიროა რომ ამ ხალხმა რაღაცნაირად ალღო აუღოს, ანუ კი არ პირიქით ზურგი კი არ აქციოს ხელოვნურ ტექსტად თქვას რომ არა მე ამაში არც ინტერესს გამოვხატავ და არც რესურს ჩავდებ რომ ვისწავლო არამედ პირიქით ანუ სწორი მართვა დაიწყოს გამოყენება იმიტომ რომ აი როგორც ადრე აი 90-იანებში რაღაცა ძალიან დიდ პლუსად ითვლებოდა რომ ინგლისური ენა აი ჩემი მშობლების განსა აუ მე რომ ინგლისური მცოდნო და ორჯერ უკეთეს ხელფასი მექნებოდა რაღაც და სად იყო ჩემ დროს ეგ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თუ არ გეცოდინება იგივენაირად ავტომატურად შენი CV დარეჯექტდება ან არ დაპრიორიტეტდება როცა გაიგებენ რომ შენ უბრალოდ არ მეგობრობ ესეთ პლატფორმებთან რა. კი. აი მამაჩემი არის კონსტრუქტორი და მას თავი მახსოვს პატარა ბავშვობიდან, სულაც დაფარეიშინი ქვია და იმას ხელით ხაზავდა და მახსოვს 97 წელი იყო და ძალიან ისეთი გაჭირებული პერიოდი იყო რა თქმა უნდა და მამაჩემა ძალიან დიდი ხანი აგროვა ფული და ძალიან დიდი თანხა მისცა კომპიუტერში, რომ აი მახსოვს და ყველა ეკითხებოდა ირგვლივ, რომ ბევრმა მამაჩემის მეგობრებმა და კოლეგამ თქვა, რომ აი ეს კომპიუტერში ხაზვა და არა ჩვენ ესე ვხაზავდით ხელით და ესე გავაგრძელებთ. და მამაჩემი იყო ერთ-ერთი პირველი თავის ქალაქ პროექტი ერქვა მაშინ, ვინც შეისწავლა, თან არ იყო ახლა ახალგაზრდა არ იყო, შეისწავლა და მართლა გახდა მოწინავე, იმიტომ რომ ცოტა ხანში უკვე
ბევრად სწრაფად აკეთებდა საქმეს, ბევრად უფრო ხარისხიანად აკეთებდა და ასე ეფექტურა და ასე ეგეც რაღაცა ისეთი მაგალითია რომ დღემდე არიან პერიოდი, რომლებიც მართლა ხელით ხაზა, ცუდია მაგაში არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ნუ ეგ დრო და მილიონი კიდე სხვა ფაქტორია, რომელიც იქ ბევრად უფრო უკეთესად მუშაობს. შენსაც მაგ რაღაც რჩევები, ანუ აი ხელმტექს გამოყენებით თუ დაინტერესდები. აი ხა მაგალითად სუნო არის ძალიან პოპულარული, დარწმუნებული გეცოდება, ანუ შეგიძლია რომ რაღაც აუღიღინო რაღაც მელოდია მაგალითად და უთხრა რომ აი ამ სტილში დაუკარი და 1-30 ვერსია დააგენერებინო და უბრალოდ ინსპირაციის წყაროდ რაღაც შეიძლება ისეთი მელოდია მოისმინო, რაც მოგეწონოს რა უბრალოდ და დააჩქარო პროცესები. აი თუნდაც კინემატოგრაფიაშიც აი ძალიან პოპულარული რაც მახსენდება ახლა ბოლო ამბავი Ben Affleck-ი სტარტაპი აქვს ხელმტექს მიმართულებით. Ben Affleck? ხო. ხელმტექს მიმართულებით რომელიც ეხმარება გადამღებ სტუდიებს და განსაკუთრებით ვინც ფილმებს იღებენ განათების სწორად დაყენებაში რა ანუ ხელოვნური ინტელექტი რომელსაც ძალიან დიდი მონაცემები აქვს იცის და დროს გაზოგვინებს რომ განათება როგორ დააყენოს სცენის შესაბამისად რა ხო თუ იყოს როჯერ დიკინსი ხო მეგობარი პროფესიონალი მეგობარი ყავს გვერდით რომელიც სტარტაპებისთვის და დამწყები ხა სპილბერგს ალბათ არ ვიცი რასაც სწავლის მაგრამ ისე გამორიცხულია ხო ხელოვნური მინუსი სწორედ ეგ არის რომ ახალს ფაქტობრივად არ ქმნის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეგეთ ეტაპზე ვართ რა ანუ უბრალოდ რაც არსებობს ის ინფორმაცია იცის და მაგაზე დაყრდნობით ქმნის იგივეს რა ანუ და შესაბამისად ადამიანის ის ფასეულობა რო ეს კრეატივი რაც არის თუნდაც კინემატოგრაფიაში ან მუსიკის ინდუსტრიაში ანუ ეს არასდროს არ დაიკარგება ჩემს მეც ასე მგონია კი გამორიცხულია რა ანუ ყოველთვის მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში იყო რაღაც სტილები რომელიც დაჟე თავის პერიოდში არ იყო ისეთი პოპულარული და მერე გახდა ხო აი ხატრობაში ვან გოგი მაგალითად თავის პერიოდში ყველა ეუნებოდა ხო გიჟი ხარ ეგ რა არის ანუ საუკუნეების მერე დაუფასდა ეგ შრომა და გოგეს მოწონდა მარტო რასაც ხატავდა იგივე იქნება ჩვენ შემთხვევაში რომ ანუ ეს ფასეულობა არ დაიკარგება რა სულ რამდენიმე წამში გიგისთან და ხელოვნურ ინტელექტთან ერთად საქართველოს ისტორიაში ვიმოგზაურებთ მანამდე კი შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორის კრედო ბანკის შესაძლებლობების შესახებ და სწორედ ერთ-ერთი შესაძლებლობა ციფრულ განვითარებასთან ასოცირდება, რადგან კრედო ბანკის MyCredo Mobile ბანკის დახმარებით უკვე შესაძლებელია თანხის საერთაშორისო ანგარიშებზე გადარიცხვა, ეს იქნება ფიზიკურ თუ იურიდიულ ანგარიშებზე და 9.9 ზღვას იქით შეგვიძლია საქართველოსდან ონლაინ რეჟიმში გადავრიცხოთ თანხა, შეუზღუდავად. თანაც ძალიან იაფად, რადგან ტარიფი არის $5 ან €, რაც ძალიან ხელსაყრელია, რაც გვიზოგავს დროს. ასევე დაფარო აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ ქვეყანაში არის შესაძლებელი ამ სერვისით სარგებლობა და სწორედ ციფრული განვითარების საფუძველზე მოგვეცა ეს შესაძლებლობა, რომ იქნება ეს ბიზნეს საქმიანობა თუ პირადი მიზნები ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ, MyCredo-ს დახმარებით გამოვიყენოთ ეს სერვისი საერთაშორისო გადარიცხვები და ვაწარმოოთ ფინანსური ოპერაციები მოქნილად ყოველგვარი სტრესის გარეშე. მოდი გადავიდეთ ვეფხისტყაოსანზე და გითხარი როგორ მოაგვარე ხელოვნური ინტელექტთან ვეფხისტყაოსნის გაცოცხლების. ქესტიო შევარჩია ხო? ხო, ძალიან საინტერესო თემაზე გადავედით ჩემს ერთ-ერთ საყვარელზე, თელი ბავშვობის ოცნება იყო მართლა, რომ აი სამკარის თამაშებს პირველად რო უყურე რა, ეგ განცდა მქონა, რომ მეთქი აი ხამათმა სადიცია ვეფხისტყაოსანი თქო რომ ეგ რო გაიცოცხლები და კიდევ უფრო პოპულარული იქნებოდა, იმიტომ რომ რამდენი უცხოელი მეგობარი მყავდა, სულ მაგას უყვებოდი რომ მეთქი ჩვენ ბევრად უფრო მაგარი ნაწარმოები გვაქვს და ბევრად უფრო მაგარი სიუჟეტი. ნამდვილი ფენტეზი ხო? ნამდვილი ფენტეზი ხო და მოკლედ ერთი ჩვეულებრივი რაღაც საახალწლო დასვენების დღეები იყო და შემხვდა პოსტი რომ გამოვიდა ახალი ხელსაწყო, რომელიც ძალიან გავს რეალისტურ ჰოლივუდის დონის ფილმის კადრებს. ანუ აქვს თავისი ლიმიტაციებიც, რაღაც მე YouTube-იც მიყვარს, YouTube-ზე შევედი ცალკე ტუტორიალებს ყურე რაღაცა და ну დავფიქრდი რომ აი პირველი არ შეიძლება გავაკეთო თქო და აი 2 წუთიც არ იყო მართლა გასული თუ ვაზვიდებდე რაღაც პირდაპირ ვეფხისტყაოსანზე მივედი და ну თავიდან მინდოდა რომ ქართველი მსახიობები დამეწყო მაგრამ პროცესში მივხვდი რომ ძალიან დამტანჯავდა რა ჩემ ჯერ პრომპტში ვუთხარი ქართველი მსახიობის სახელი და გვარი და
დაუშვი და ნეტია ინფორმაცია მით უფრო კარგად მუშაობს, ხო რა თქმა უნდა. კი, როგორც კი რაღაც ენტონი ჰოპკინსი მივეცი მაგალითად როსტევანის როლში იმ წამსვე ენტონი ჰოპკინსი იყო რა, ანუ საერთოდ ბევრი ინფორმაცია ენტონი ჰოპკინზე და რა თქმა უნდა. იმიტომ რომ AI მოდელი მთლიანად ამერიკულ იმაზე არის search engine-ზე დატრენინგებული და დავიწყე ქესტის შერჩევა რა, ეგრევე. ნუ ვიღაცები უკვე ჩემს თვალში ისე წარმოგენ მქონდა რომ აი მაგალითად ტარიელის როლში ისა ჰენრი კევილი, რავი, აი კაცი არის სუპერმენი და რაღაც ტარიელს ეგეთ ქერექტერია რომ სუპერ ძალები ქონა რა ჩემი აზრით. სხვა შემთხვევაში ვკითხე და ავთანდილზე პედრო პასკალი ხა დიად არ ვგიჟდები, მაგრამ რაღაცნაირად დააჯდა რომ სპარსელი რო არის. ხო რა და რაღაც ჰოლივუდშიც ამბოლო დროს პოპულარულია და მეთქი why not რა და იმაზე არ მფიქრე ხა ეს რომ კომერციული მიზნით გამეკეთებინა და მთელი შრომა ჩამედო. უბრალოდ რა ერთი შვებულების რა არ დადაგების დღე იყო და როგორ ხდებოდა ეს პროცესი რა? წინადადებებს გეტყვი და ნუ ჯემინაისთან შევედი ეს ქესტი შევარჩიე. მე არის პლატფორმა Hixfield-ი. ესე ქვია ძალიან სხვასთან. Hixfield-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სხვა შორის ყაზახური სტარტაპია და ყაზახეთის პირველი unicorn-ი გახდა. ჯერ ვცადე სხვა შორის ისიც ვცადე რომ ლაპარაკი ლაპარაკა. მაგრამ ძალიან არ მომეწონა აი მართლა ქართულად ლაპარაკი არ შეუძლია და არც ინგლისურად არ ვგიშდები რა. აი ეხლა არის რაღაც ჩინური მოდელი რომელიც Sidence-ი რომელიც აი ოდნა უკეთესია, მაგრამ ეგეც არ არის რეალისტური და მეთქი რა შეიძლება გავაკეთო უხმოდ და პირველი რაც გამოსცენა ტრეილერი რა, ანუ ყველაზე კარგი მაგალითია ტრეილერი, იმიტომ რომ ძირითადად ტრეილერში ხმა ზემოდან ადევს ხოლმე და არ თითქმის არ ლაპარაკობენ ხოლმე, ბევრია ეგეთ ტრეილერი, საერთოდ არ ლაპარაკობენ, უბრალოდ ექშენ კადრებია და ისევე მიუბრუნდი ჯემინაის, მეთქი ან აქ თავარი თან იცი რა არის პრომპტს რა შეუნები რა, შენ ხარ ექსპერტი ჰოლივუდის ტრეილერების შექმნაში. შენი როლი არის დამეხმარო ქართული ამ არაჩვეულებრივი ნაწარმოების გაცოცხლებაში და მოდი ახლა გავაკეთოთ ექშენ ტრეილერი. აი დაახლოებით რეფერენსად მოგცემ ავატარს ან რაღაცა რა, Game of Thrones და ასე შემდეგ რა. აი ეს არის თავარი განსხვავება პროფესიონალ პრომპტ ენჯინერსა და ჩვეულებრივ დამწყებ ადამიანს შორის. იმიტომ შეიძლება მიგეწერო რავი, ტრეილერი გამიკეთე რა. და ისეთ კარგს ვერ გაკეთე, როგორც ეს რომ შენ ხარ ექსპერტი ამაში. პირველი რაც აუცილებლად გავაკეთოთ და ეს დეტალურად არსად არ მithkoms და თქვენთან ვაჟღერებ პირველად საჯაროდ. აუცილებელი არის რომ ავატარი შეიქმნას ადამიანის. მე ვუთხარი რომ მაგალითად სიტყვაზე როსტევანის როლში თუ არის ეს ენტონი ჰოპკინსი, ენტონი ჰოპკინსი დამიგენერირე ყველა კუთხით. მარცხენა პროფილი, მარჯვენა, წინა, ზედა და ტანსაცმელი თან ერთი რო კონდეს თქო რა. და ანუ ეს როგორ თქვა, ტიპოს ეძახიან, აი ესე როდგანან რა ქერექტერები რა. კი. ანუ ცალკე ქმნი, სანამ დაიწყებს საერთოდ პროექტზე მუშაობას. კი, ცალკე ვქმნი, ცალკე შევქმნი მაგალითად როსტევანის სასახლე, ცალკე შევქმნი დინარის პირას ყოფი გარემო. ანუ ჯერ environment-ზე, ანუ გარემოზე ვიმუშავე და ქერექტერებზე, რომ ეს კონსისტენცია შენარჩუნებულიყო. იმიტომ რომ ეხლა ყველაზე დიდი პრობლემა რაც AI-ს აქვს, არის ეგ რომ ყოველ ჯერზე თუ შენ პროფესიონალი არ ხარ, ხან სხვა ტანსაცმელს ასმევს, ხან სხვა წვერი მოშვებულია, კანდიდია ის რავი, ანუ დავაგენერე უკვე კადრები, აი ვუთხარი რომ ეხლა პირველი კადრი აი უკვე ვიცოდი რომ უნდა ყოფილიყო დინარის პირას ყოფილი ტარიელი, რომელიც აი ნებისმიერი ქართველი მეთქი რომ დაინახავს ამ კაცს მიხვდება რომ ვეფხისტყაოსანია თქო და მართლა აი სწორად დავასვი რომ ყველა მაგას მეუნება და აი პირველივე კაცზეო რომ დავინახე ეგრევე მივხვდი რომ ვეფხისტყაოსანია და ზოგი დაჟე წერდა რომ აუ როგორი იმედგაცრუებული ვარ გიგიო და რატომ ხარ მეთქი იმედგაცრუებული იმდენად აი მომეწონაო რომ აი ეხლა ველოდებიო განცდა მაქვს თითქოს რომ ეს მართლა უნდა გამოვიდეს ეს ფილმი და შენ რა გითხარიო ეხლა ყველა შენ მიქმენი ეს ამბიცია და მოლოდინია და სურვილიო რა და ძალიან მიხარია ეგეთი კომენტარები რომ მივიღე რა. ძალიან საინტერესო. ისი რა მითხარი? რა თქმა უნდა, მეც ძალიან დიდი აღფრთოვანებით მსმენია ამ პროექტის შესახებ. თუმცა დარწმუნებული ვარ, აი ბევრი ვისაუბრეთ ახლა ამ გმირებზე, შავკანიანები როდესაც გამოიყენე, აუცილებლად იქნებოდა ასევე და ასრთა სხვათა სხვაობა და ამაზეც რომ მოგვიყვება.
კი, ხო, სამწუხარო ფაქტია, რომ ხო ბევრი ისეთი არ დავმავნდა ხა რასისტული კომენტარებიც იყო. თუმცა პირველი ჩემს ხალხმა ზოგმა ვერ გაიაზრა კონცეფცია რა იყო. ეს იყო რაღაც ერთგვარი ჩემი ხედვა ჰოლივუდში რომ ფილმი გადაიღოთ, ანუ ჩემი აზრით ერთი ფერადკანი, ну სადაც რა ვიცი ახლა Netflix-ი კლეოპატრას როლში ფერადკანიანს რაც ისტორიულად დამტკიცებული არ არის, ანუ ვიღაცა იქნებოდა თქო რა ქარაქტერი და თან მაიკლ ბი ჯორდანის ძალიან მიყვარს ის მაგისი კრიდის კინოები და პლუს ამასთანავე მუღაზანზარი საიდანაც ეს ქარაქტერი არის ანუ მუღაზანზარი თვითონ აღწერილი არის როგორც ბევრი ფერადკანიანთა ქალაქად მოიაზრება რა ანუ და არ მგონია რომ რაღაცა ის რაზმის ხელმძღვანელი შეიძლება ყოფილიყო თეთრკანიანი და რაღაცნაირად მინდა რომ თან რუსთაველი იმდენად დიდი პოეტია ჩემს თვალში და ყველა ქართველის თვალში რა თქმა უნდა რომ აი გლობალურ მასშტაბზე უფრო დაფასებული იქნება როცა მე-12 საუკუნეში კაცი ფერადკანიანს და თეთრკანიანს ერთ დონეზე მთავარ როლში აყენებდა და ფრიდონიც კი რაღაც არ არის თეთრკანიანი და რაღაცა უბრალოდ ეგ გადაწყვეტილება მივიღე რომ ოკეი, კაი იყოს რა ეს ფრიდონის როლში ფერადკანიანი თან მოუხდება თქო და ეგ იყო მთელი პრინციპი, თუმცა ხო არ ველოდი სიმართლე გითხრა ეგეთ დიდ კრიტიკას და მაგრამ იცი რას მივხვდი? მივხვდი რომ ბევრს ნაწარმოები გააზრებულიც არ აქვს ბოლომდე რა. იმიტომ რომ სულ როგორი კომენტარი ვიყო, ქართული სახე დამაკლდა. ქართული. ანუ ეს ამბავი სპარსული ნათარგმნი ქართულად კაც პირველი წინადადება ლამს. ქართული სახე დამაკლდა და აი ხო გასაგებია, მაგრამ ეს ხატაეთი მოიაზრება ჩინეთად. კი, ეგრეა ნამდვილად. იქ რაღაც თქვა მუღაზანზარი, ну აი სხვა შორის მუღაზანზარზე ერთ-ერთ ქართულ გეოლოგს, ოღონდ ვიღაცამ დამიკომენტარა. ქართულ გეოლოგს აქვს ექსპედიცია რა ჩატარებული სადღაც 60-იან წლებში და ნავარაუდები აქვს რომ მუღაზანზარი არის დღევანდელი ზანზიბარი აფრიკა და ну შესაბამისად რაღაცა მაგაშიც იმიტომ რომ მაგრამ ну მე უფრო სიმართლე გითხრა ეხა არ ვარ ექსპერტი მაგრამ სპარსეთის ყურებ რომ გონია სპარსეთის ყურეშიც ბევრი კაი კუნძულები არის და შეიძლება იქ უფრო იყო ეს გარემოება თან ცნობილი ფაქტია რომ შოთა რუსთაველი სპარსეთში მოგზაურობდა და არ მგონია ხა ზანზიბარი ნანახი ქონოდა რა მაგრამ ну ერთ სიტყვით რაღაც ამ გეოგრაფიის კვლევა იყო და რაღაც გამიხარდა რომ მეთქი მარტო მე არ ვარ ამაზე თუმცა 60-იან წლებში ფიქრობდა ვინმე ამაზე. საბოლოო ჯამში რავი კრიტიკა მივიღე და იმით უპასუხე რომ მეორე ვიდეო დავით აღმაშენებლის რაც გავაკეთე თელის ისტორია ყველა ქართველები არიან ერთი ნუ რა თქმა უნდა თურქი არის იქ ესა ილღაზი და მანდ ქართული სახეები იყო და ყველა კმაოფილი იყო ქართული მუსიკა, ქართული სახეები, ყველაფერი და მოკლედ ძალიან დიდი კმაოფილობა იყო მანდ რა. ხო, გინდა არ გინდა სენსიტიურად აღვიქვავთ. არა მარტო აღვიქვავენ ზოგადად, თუმცა აბსოლუტურად გეთანხმები და დარწმუნებული ვარ რომ გაგრძელებაც ექნება ამ ყველაფერს. ძალიან საინტერესოა მართლა, იმიტომ რომ არის რაღაც ინტერესები. აი თუნდაც ახალთაობაში რა მე ყოველთვის მაკლია ხოლმე რომ ბავშვს დავანახო, აი ის რაღაც ჩვენ თითქოს მგონია რომ სხვანაირი სულის კვეთებით ვუდგებოდით ამ ყველაფერს და გვიდებდნენ. შეგრძნების და ემოციურ დონეზე ვკარგავთ თითქოს შეხებას ამ ყველაფერთან და ფიქრობ რომ აი ეს ვიზუალიზაცია, ეს რაღაც ხორცს შესხმა უფრო სხვა მუღამს მისცემს ასე რომ ვთქვათ ახალგაზრდებში და ძალიან მიხარია. კიდე ერთხელ წარმატებას გისურვებ. მე მაქვს ძალიან ეგოისტური კითხვა, მე როგორც მსახიობს ჩაგვანაცვლებს თუ არა მსახიობს? არ იშვება. ისედაც კალთას დაწყვეტავენ ახლა კინოში ძალიან მოთხოვნადი ვარ. რამდენი ფილმში ვაკეთე ნათამაშები? კითხა დეჩ. ჩემ მეგობარმა გათამიხო. მაგრამ ფილმში მიწერია სხვათა შორის კინოს და თეატრის მსახიობი. ჩაგვანაცვლებს AI მსახიობებს? ხო, ძალიან რთული კითხვა. სხვა შორის Black Mirror-ის ეპიზოდი ბოლო სეზონი აღარ მომეწონა, მივწერე კიდევაც. Black Mirror-ის კონკრეტული სერია არის მაგაზე, რომ ტიპი სკროლავს, სახში მივა საღამოთი, რაღაც ჩართავს Netflix და თავის თავს ხედავს
რაღაც თავის ცხოვრებაზეა გაკეთებოდა, ნუ გადაირევა რომ სკვიაო ზაიდანო როგორო და წავა და მე გაარკვევს თურმე კომპანიისთან ისეთი ხელშეკრულება დაუდია რომ თავის სახის გამოყენების უფლება ყველანაირად და რა როლშიც უნდა და ყველაფერში და ისეთ როლში არის რომ არ უსწორდება რა. ხოდა აი არ ვიცი ჩანსვება აი გამორიცხულია რომ ეგეთი რამე მოხდეს რა. აი თეატრი როგორც არ დაიკარგა და ამდენი საუკუნე არსებობს, გამორიცხულია რომ კინემატოგრაფია აი ესე 100% ხელმუნტელექტი გახდეს, მაგრამ სხვათა შორის უკვე кейსები არის რომ აი Adrian Brody მაგალითად ოსკარზე ეს ინფორმაცია მერე გაჟნა ოსკარის მოგების მერე რომ თურმე გაირკვა რომ უნგრული აქცენტი რაც ფილმში არის და ძალიან მაგრად აქვს ეს უნგრული აქცენტი თურმე ხა მე რა ვიცი უნგრული არ ვიცი მაგრამ მაგარი აქცენტი აქვს და ეს მაგარი აქცენტი აღმოჩნდა რომ თურმე ხელმუნტელექტით დაგენერირებულია თავისივე ხმა და ოსკარი მოიგო კაცმა ის ბრუტალისტში ხო ბრუტალისტში ანუ გამოდის რომ ესე იგი რაღაცა უკვე მე როგორც სახიობ მაგას არ მივესალმებ მე მაგიტო თქვი უარი მაგაზე იმიტომ რომ მაგროლზე რომ მე მითხრას ვერ მოვაწრებდი და მე ედრიან თუმე ეგრე გაუკეთებიათ კი ბატონო გასაგებია ახლა მეორე პლანზე ნახე რა ხდება ჩინეთში არის TikTok-ი ვისიც არის ბაიდენსმა შექმნა არარეალურად მაგარი AI მოდელი თან უკვე დღეს და ეს ერთ წელში რა იქნება კიდევ კაცმა არ იცის. იმდენ რეალისტურია რომ ფაქტობრივად ვერ განასხვავებს თუ მართლა პროფესიონალი არ ხარ და ხმებს რო აკეთებს ხო? ანუ ძალიან მიმსგავსებულად. ხმები ადამიანი, აი კადრი არის, აი გიგისაც ვაჩვენე სანამ დავიწყებდით რაღაც ჯონ უიკი და ესა ბრედ პიტი და ტომ კრუზი ჩუბობენ ერთ. ეგ რო ნახე, ვეძებდი ფილმს და ნუ აი მეთქი. მე ვიფიქრე რომ ჯერ არ გამოსულა და როდის გამო, ანუ მეც ზუსტად იგივენაირად ძალიან მეგონა რომ იყო რეალური კი ლოგიკურად ჩდება კითხვა რომ რა ხდება ჰოლივუდში და რა ხდება ჰოლივუდში მოკლედ ჰოლივუდმა საჩივარი შეიტანა უკვე ამ ჩინურ AI მოდელთან და უკვე რაღაც კონგრესი ჩაინიშნა ამერიკაში რომ მიდის განხილვა რომ ეს არის ჰოთელი კინოინდუსტრიის შეურაცხყოფა ეს არ უნდა მოხდეს დაუშვებელია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით მომავალში იქნება სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ მაგალითად შენ თუ ხარ ბრედ პიტი, შეგიძლია რომ კონტრაქტი დადო რომელიმე კინოსტუდიასთან და შენი ძველი კადრების დახმარებით შექმნან შენი AI კლონი და გათამაშო ნებისმიერ როლში და ბრედ პიტს რატო გაწყობს ახლა ეგ რო გააკეთო რა ვიცი რომ მაგალითად 20 წელში მოკვდები რა და შენი შთამომავლები კიდევ მიიღებენ შენი შთამომავლები რაღაც სარგებელს მიიღებენ შენი და რო დაფიქრე რა ვიხა მაგაში ცუდი რა არის ხო ანუ ჩემი შვილები ჩემს ხარჯზე რაღაც იცხოვრებენ კიდევ და შეიძლება ბრედ პიტი პირდაპირ თავის ცხოვრება თვითონ ააწყონ შეიძლება ხო ეხლა ცხოვრება არ ვიცი ხო თელი ცხოვრება მომუშავეს სიკვდილის მერეც რო გამუშავეს ხო არ არის გამორიცხული კი ხო და არ ვიცი აი მე მაგის მომხრე არ ვარ სიმართლე გითხრა რა ანუ არ მომწონს ეგ იდეა მაგრამ თან რა მგონია ცი აი მაგას ვინც იზავს სავარაუდოდ თავის ღირებულებას და ფასს დაკარგავს და ხმას ანუ ის როგორ თქვა ფასეულობა რაც იმ კინოინდუსტრიაში შემოიტანა უბრალოდ წყალში ჩაყრის რა მაგნაცებს რა. მსახიობი იმიტომ გვიყვარს რომ რაღაც როლს ასრულებს. კი. და ეხლა როგორია რომ ყველა ფილმში სკროლავ და ხან ერთ ფილმშია ხან მეორეში და ყველგან ბრედ პიტია და ყველგან ერთ სახეა და რაღაცა ნუ აი მოსაბეჭდელი. თავარი რაც არის მე რასაც უყურებ არის ის რომ შეცდომას ადამიანი ხო შეცდომით ფასობს. ანუ აი იმ შეცდომას არ უშვებენ AI AI არ უშვებს შეცდომას და ანუ ადამიანის საინტერესოება სწორედ მაშინ გამოიხატება რა. კი. სამომავლოდ დარწმუნებული Netflix ალბათ 5 წელიწადში ექნება. თვითონვე აქ Black Mirror-ში გადაღებული და რა. შეხვალ, კითხვარ შეავსებ, აირჩევ სახეობებს. დღეს მინდა ვნახო ეს ამას და ამის მონაწილეობით. ხო რა და სახეობი შეიძლება არ იყოს რაღაც ძალიან ექსტრა პოპულარული ვინმე რა. მეორე ხარისხოვანი სახეობი რა. რაღაც მოე ჩემი შანსია რომ უკვე დამაკავებენ. ერთ ფილმის გარდა რაღაც სხვაში გეკნება მონაწილეობა ხო. უკვე აი თან გაითვალისწინე რომ აი ინგლისურში როგორ ხარ მაგალითად. ვსწავლობ. ხო.
აი რაღაც შეგიძლია რომ იდეალური აქცენტი აერჩიო რომ კონდეს. აღარ ვისწავლო. აღარ ვისწავლო, ანუ აღარ დაგჭირდეს სწავლა. შენივე ხმა იყოს, უკვე არის ეგეთი AI-ც, რომ შენივე ხმა იყოს, მაგრამ აი გაფილტრული და მაგას სხვა შორის თავის საშუალებები აქვს. ეხლა მაგალითად რა ხდება, იცი? აი call center-ები, ინდური call center-ებია ძალიან ყველაზე დიდი პრობლემა ამერიკაში და ეხლა გამოჩნდა AI ბაზარზე, რომელიც ინდურ აქცენტს წამის მიასწრებში ცვლის იდეალური ბრიტანული აქცენტით. და ეხლა როგორია ვიღაც გირეკავს და Microsoft-იდან გირეკავ, მაგრამ იმენა ბრიტანული აქცენტი აქვს, უკვე აღარ შეხედავ რა, ისე სკეპტიკურად რა. ხვდები, ანუ უკვე აი ბევრი დაკვირვებები იქნება საჭირო და ბევრი არ ვიცი ადამიანებს მოუწევთ, უკვე ძალიან დიდი სკემინგ სკანდალია მაგაზე ცალკე და ანუ აი ხოხდა ცუდად გამოყენებაც შეიძლება ამის, კარგად გამოყენებაც, ну არ ვიცი. აწი ჩვენზეა, ჩემო მეგი. ადამიანებზე როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას? ომშიც კი ეყენებენ. აი ხა არ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ომშიც კი და არ ვიცი. კი. გიგია. ამასობაში წიგნის გამოშვებაზეც მიდის ლაპარაკი, რომლითაც ფილმის შექმნა შეიძლება და 300 არაგველზეც უკვე ხსენია, რომ ამის ვიზუალიზაციაზეც ფიქრობ, ანუ სამომავლო გეგმებზე რომ მოგვიყვე, რას აპირებ და რას უნდა ველოდოთ. ესეთი ინიციატივა გამიშთა, რომ თუ არის ამ ხელა ინტერესი ვეფხისტყაოსანზე, დავით აღმაშენებელზე, ფიროსმაინს გავაცოცხლეთ. მოდი ბარემ ჩემს სიუჟეტს შევთავაზებ აუდიტორიას. თან პარალელურად სანამ ამ წიგნზე ვიმუშავებ, დაველოდები ამ ხელოვნურ ინტელექტს, მანამდე კიდევ მოიხოდება, კიდევ დაიხვეწება და ეხლა მაგალითად რაც მაკლია არის, რომ ქართულად ლაპარაკი აი ძალიან სულად გამოსდის და თუ გამოსდის, აუცილებლად ხმა ზემოდან უნდა დაადო რა, პროფესიონალ გამხმარებელ ისიც მომხრეც ვარ. იდეაში მინდა რომ რა ვიცი, სიამოვნებით რომ კი, რატომაც არა. თუ გავაკეთებ ამას, შეიძლება ისე გავაკეთო, რეალური მსახიობები, ქართველი მსახიობები ავიყვანო, გადავიღო ფოტოები სხვადასხვა კუთხიდან, შევქნა მათი AI ქარაქტერი და მათივე ხმა ვალაპარაკო. აი ხლა ესეთ ეტაპზე ვარ, რომ ამ წიგნის წერის პროცესში ვარ. დაახლოებით რო გითხრა, როგორ რაღაცაა, რომ ბეჭდების ბრძანებელი რო ავიღოთ. კიდევ არის ესეთი არ არის ესეთი პოპულარული Witcher. რასამობ. ანჯეი საპკოვსკი. ხო, არა, ბევრმა არის ის რა, ქართულად არის. ხედვარი არის ქართულად. ხედვარი, ხო. ხედვარი. ხო. სანამ გამოვიდა და ძალიან კაი წიგნია, სხვა საშუალებით. ძალიან კაი წიგნია. და ფილმის კაია, ისიც კაია, სერიალი წიგნი ძალიან მომეწონა. წიგნი ძალიან კარგია და თამაშიც ძალიან კარგია. თამაშებში მე მოვიკოჭე. წიგნებში? ხო. და თამაშიც ძალიან კაია და მოკლედ აი ეს ორი ავიღოთ და მესამე ვეფხისტყაოსნის სტილი, ანუ ეს ფენტეზი ჟანრი და რაღაც უკვე სამყარო შექმნას მოურჩი რა, რაღაც იქ სახელმწიფოები მაქვს, იბერიონი არის, საქართველო იგულისხმება, დარიალი არის, რომელიც რაღაც ბნელეთის მხარეა და რაღაც უკვე ქარაქტერებზეც შევმუშავე და ახლობით სიუჟეტი მაქვს უკვე ცოტა მამლუქის ელემენტებიც ავიღე, რომ რაღაც თავარი გმირი ვინც არის იბერიონიდან იტაცებენ ბავშვობაში და რაღაც სხვა უდაბნოს ქვეყანაში მამლუქივით არის რა, აი Witcher როგორ იყო ხედვარი, ხო, ხედვარივით ტიპია რა, დაქირავებული ხმალი არის და მე ახსენდება ეს ბავშვები, ну, მაგალითად სპოილერები რო არ გამომივიდეს, აუ ფიქრობ ძალიან კარგი პროგრესი მიდის მაგამ ბავშვში, ანუ სცენარზე მუშაობ, თან ისევე ხელოვნურ ინტელექტს რომ მიუბრუნდე რა, ანუ ვიღაცები იქნება ვინც ამას კრიტიკულად შეხედავენ და არ მოეწონებათ, რა თქმა უნდა რომ წერალი ვინც ახლა ვაფასებ ყველა შრომას ქართველი თანამედროვე მწერლების და შეიძლება არ მოეწონათ და ანუ არ გამოიყენონ რა, მაგრამ მე ხა ტექნოლოგიური ტიპი რო ვარ და თან პლუს დროში შეზღუდული, რატომაც არა რა, ანუ ვაძლევ სიუჟეტს, ვეუბნები რომ შენ ხარ ექსპერტი, კოპირაიტერი, შენი როლი არის რომ მე რო დაჯღაბნილ რაღაცა ცუდად დაწერილ სიუჟეტს მოგცემ, შენ უნდა განავრცო, მხატვრულად აღწერო და თან ის მივეცი რომ უთხარი რომ აი ქართული ნათარგმნი წიგნები მივეცი ფენტეზის რაც არის პოპულარული და კი არ მინდა თქვა რომ ესენი დააკოპირო რა, უბრალოდ ინსპირაციისთვის აიღე, როგორ არის ნათარგმნი, აგერ ინგლისური ვერსია, აგერ ქართული ვერსია და მოდი მე რო სიუჟეტს დაგიწერ თქვა 2 გვერდიანს, ეს აქცია 20 გვერდიან მონახაზად რა და აი ძალიან კარგად აკეთებს რა. ხო, აი ხა ტოლკინი რო აიღო, საერთოდ კაცი ჯერ მარტო full time არ აკეთებდა მაგ საქმეს, ანუ პროფესორი იყო, ასწავლიდა უნივერსიტეტში და რაღაც თან როგორია ხა ფურცელზე რო წერდა, ეხა დღეს უკვე კომპიუტერი გაქვს პლუს AI. 9 ენა დაწერა თუ რაღაცა, ხო? 7 ენა თუ რა.
გამოიგონა. და სხვა შორის არის რაღაც იქ ჭორები და ის რაღაც ეჭვები, რომ ქართული იყო ერთ-ერთი ძველი დამწერლობა, რომელიც გამოიყენება ძალიან გავს და მაგიტო რა იქ რამდენიმე დამწერლობა და იმიტომ რომ უყვარდა რა ეს ისტორია და რისერჩი და ძალიან ბევრი სკანდინავიდან აქვს ლეგენდები წამოღებული, ეთუნას გენდალფი, სკანდინავიური ის არის სახელი და რაღაც და მეც ეგრე იმაშვები რა, ანუ რაღაც ტოლკინივით თუ ის რაღაც ბიბლიოთეკებში დადიოდა და ბევრს ეძიებდა, მე უკვე ხელმინტერაქციონები რომ მოდი აბა კრეატიული რაღაცები მომიძია და ესეთ ქარაქტერები შემოვიყვანე და აი ესეთი ფენტეზის ჟანრი არის და რა ვიცი ნახოთ რა ალბათ ერთ წელში შეიძლება უკვე მქონდეს რა მინიმუმ წიგნი მაინც მექნება. წარმატებას გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო მადლობა მოწვევისთვის. დარწმუნებული ვარ მაყურებელი მართლა ძალიან ელოდება ამ ყველაფრის გაგრძელებას და გისურვებთ რომ წარმატებით მართლა თუნდაც ახალმა თაობამ თქვენი დახმარებით ეს ყველაფერი უფრო ორგანულად დაინახოს. ჩვენ კი განვაგრძობთ მეორე ნაწილს ჩვენებურის, სადაც ჩვენ გვეყოლება დავით მაჭავარიანი და გავაგრძელებთ ვეფხისტყაოსნის თემას, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან დიდი მადლობა გიგი, წარმატებები და მივადენებთ თვალს თქვენს მომავალ ნაბიჯებს. მადლობა. სანამ ჩვენ მორიგ სტუმართან დავიწყებთ საუბარს, გეტყვით რომ ჩვენი პარტნიორი კრედო ბანკი გთავაზობთ საერთაშორისო გადარიცხვების სერვისს, რომელიც შეგიძლიათ გადარიცხოთ MyCredo Mobile Bank-იდან და გეტყვით სამ მიზეზს თუ რატომ უნდა ისარგებლოთ ამ სერვისით. პირველი, ადრესატთან თანხა საშუალოდ 30 წუთში მიდის, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში ეს ერთი. მეორე, გადარიცხვას ტარიფი არის 5 ევრო და 5 დოლარი შესაბამისად და მესამე, გლობალური წნომა მსოფლიოს 50 ქვეყანაზე მეტი. ასე რომ, მეგობრებო, გადარიცხეთ თანხა კრედობანკთან ერთად. ახლა კი მინდა ჩვენი მორიგი სტუმარი წარმოგიდგინოთ და როცა ვლაპარაკობთ და ვსაუბრობთ ვეფხისტყაოსანზე, არ შეგვიძლია არ ვახსენოთ დათო მაჭავარიანი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით დათო. დავიწყოთ სიახლით, მადლობა პირველ რიგში, რომ გვესტუმრეთ. დავიწყოთ სიახლით და მაინტერესებს რამდენიმე თვეა, ერთი თვეა, რაც გამოჩნდა თქვენი ვეფხისტყაოსნის ილუსტრირებული ვერსია ჰოლიზეუმში და მაინტერესებს წინა სტუმართანაც შევეხე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომ ახალმა თაობამ, ახალგაზრდებმა უფრო კარგად გაიგონ არსი ვეფხისტყაოსნის და რამდენად დაეხმარება თქვენი შემოქმედება ამ ყველაფერს. გამარჯობა ყველას, გამარჯობა მაყურებელსაც. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ერთი თვის წინ 14 თებერვალს ზუსტად ჰოლიზეუმთან ერთად გავხსენით წარმოდგენა ვეფხისტყაოსანი, ეს არის ციფრული წარმოდგენა, იმერსიული შოუ არის, იმერსიული ხა მეტნაკლებად ისეთი რამეა რომ შედიხარ შიგნით სივრცეა. ამ შემთხვევაში ჰოლიზეუმში ესეთი ბილიკივით არის რაღაცნაირად შედიხარ, იქ რაღაც დიდი ოთახებია, მე რაღაც გადიხარ, მთელ იმას რაღაცნაირად საინტერესო ტიპია და მთლიანად არის ეკრანებით კი არა, გამოსახულებით მთელი ყველა კედელი, რომელზეც არის ვეფხისტყაოსანი თავიდან ბოლომდე. წარმოდგენილი ესეთი ადაპტირებული ვერსიაა, თავისი ვერსებით, თავისი ტაიპებით, თავისი ვიზუალით, რომელიც ადაპტირებული ვერსია უკვე წიგნის, რომელიც გავაკეთე ჯერ. 2019-ში გამოვიდა წიგნი, გრაფიკული რომანი, კომიქსი, რომელსაც ვაკეთებდით 3 წელი გუნდთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა მოუხადო მთელ ჩემ გუნდს, რომელთვისთანაც ერთად მუშაობდით მაშინ. ნამდვილად ამ 3 წლიდან წელიწად ნახევარი ეს გუნდი სასწაული იყო მაგ გუნდის გამოჩენას და ერთადაც მუშაობა. იქამდეც რა თქმა უნდა და ყველა ადამიანს ძალიან დიდი მადლობა, ვინც წიგნის აი ამ რაღაცა გაკეთებაში მიიღო მონაწილეობა და რაღაცნაირად დავდეთ ეს მთლიანად. ჩემთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც წიგნი დადებულიყო, იმიტომ რომ საქართველოში როგორც ეგეთი ძალიან მოდი ესე ვიტყვი რაღაცნაირად ჰერმეტული ქვეყანა ვართ, ამიტომ ჩვენთან ძალიან უცნაურად ტრადიცია რაღაცნაირად ისე გვქონდა ცოტა ხნის წინ რა, ეხლა უკვე რაღაცნაირად არ არის, რომელიც აი
ტრადიციაა და სადღაც მუზეუმში უნდა დადო და იქ უნდა იდოს ოღონდ რამ დიდი სქელი შუშის უკან რომ არავინ არ მოიპაროს და მით უმეტეს არავინ არ შეეხოს. რასტორე ხელი არ უნდა შეეხოს. ხელი არ უნდა შეეხო და მაგ ტრადიციას უბრალოდ უნდა მიხვიდე მუზეუმში, დახედო და წამოხვიდე უკან და მე იცხოვრო ყოველდღიურობით, ოღონდ ის გახსოვდეს რომ ხო და არ არის ეგრე. ტრადიცია ცოცხალი ორგანიზმია, რომელთანაც ერთად ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება. ანუ ძალიან უცნაური რამეა ჩვენთან ვითომ ტრადიცია ქართული ცეკვის, ვითომ რატო ეხა ძალიან ისე ვიძახი, მაგრამ ტრადიცია ქართული ცეკვის ისე რაღაცა კიდე გაიყვავს ხიშვილები, რომელთანაც აქვთ ესა. რა თქმა უნდა, ეხა არ დავაკნინებ სხვა გუნდებსაც, ვინც იგივეს აკეთებს, მაგრამ ნუ აქ ამ შემთხვევაში ხიშვილები გაცილებით უფრო რაღაცნაირად ცნობილია. კი ბატონო. ხო, არის ეხა სხვა აქტიური არის ეხა სხვების და გაცილებით შეიძლება უკეთესი თუ უარესი ამ შედარებას არ ვაკეთებ, არ ვიცი არ ეწყინოს. მაგრამ არსებობს ეგ და ეგ აგრძელებს იმ ცოცხალ ტრადიციას რაღაცნაირად ცოცხალ. აი ქართულ ცეკვაში უკეთესად ჩანს, ძალიან რატომაც გავარია, მაგრამ უკეთესად ჩანს ტრადიციის სიცოცხლე. ისევე როგორც შეიძლება სუფრაშიც ჩვენი რაღაცა დალევის ამბავში, მაგრამ სიცოცხლე. ანუ აქ ჩანს ჩვენი დამოკიდებულება თვითონ ტრადიცია უნდა იყოს სათამაშო, რომელიც რაღაცას იმას გიშვება რა, გაცეკვებს, გალაპარაკებს, გაკაიხასიათებს და შემდეგ. თურმე აღვნიშნოთ ტრადიცია ეგეთი ტიპი არ არის, სადაც უნდა იდოს და მაშინ სუფრაც ჩავდოთ მუზეუმში და აწი დავლიოთ როგორც ევროპაში სვავენ. ჩვენ ხო ევროპაში გვინდა? კი ბატონო. ხო, ამიტომ ნუ აი როგორ ევროპაში როგორც ვარ, მე არ მომწონს მაგალითად რა. საერთოდ აი ძალიან არ მევა. ნუ რა ხო კი. რო გადიხარ ევროპაში რო დგები და აბა ეხლა ნახეთ. ეგ ხო ყველაზე საინტერესოა იქით. რა თქმა უნდა და რაც უფრო მეტად შევეხებით, ალბათ უფრო ორგანული გახდება ჩვენთვის და პირიქით ის ტრადიციაც უფრო ნაცნობი გახდება, უფრო ავითვისებთ და ასე. ანუ თუ ამოვიღებთ მუზეუმიდან და გავაკეთებთ ჰოლოზეუმში კი, არ ძალიან საინტერესოა. ხალხში ძალიან საინტერესოა თუ მოვიდე ბავშვებთან ერთად. კი, 4 შაბათობით, ყოველ 4 შაბათს დილიდან საღამომდე უმუშაობს და კი, რა თქმა უნდა, ერთი თვეა დავიწყეთ. ექსპერიმენტის სახით ჯერ ერთი დღე დავთ, ესე იგი, ჰოლოზეუმ ამ წარმოდგენას, როგორც კინოა ფაქტიურად. კი, რა თქმა უნდა. რა ვიცი, ეხა გაყიდვებზეა სინამდვილეში როგორ იქნება ეს ყველაფერი და დღეს ეგეთი სამყაროა, რომ გაყიდვები არის შეფასება სინამდვილეში იმისი, რასაც ვაკეთებთ, ლაიქები თუ იქნება თუ ყურება იქნება, ანუ ეს იგივე გაყიდვებია. რაც უფრო მეტია, მით უკეთესია, რა თქმა უნდა და შესაბამისად ესეთი შეფასებაც რაღაცნაირად მე ძალიან მომწონს ეგეც რომ აღარ არის დამოკიდებული მაგალითად რაღაცა ბაბლების თუ რაღაცა იმის. სკოლები, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებულები არიან და ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვები უკვე დღეს ვინც დაიბადა, უკვე ეს შოუ არსებობს. ჩვენ რო დავიბადეთ, არც წიგნი ერთადერთი კომიქსი, რომელიც არსებობდა ვეფხისტყაოსნის. არსებობდა რამე ეგეთი? დიახ, არსებობდა ეგეთი რამე. ეგ იყო დახატული ჩინეთში. ძალიან საინტერესო რამე ყვები, რომ არ ვიცოდი მეც ეგრე, მაგრამ დახატული ჩინეთში 60-იან წლებში, 50-იანების ბოლოს, ასე ვთქვათ. როდესაც დასაწყისი იყო ეგეთი რაღაცა, რომ სტალინის განიმითი, რა ქვია, განკარგულებით. დიახ, განკარგულებით. ვეფხისტყაოსანი გადაითარგმნა 60 ენაზე და გაუკეთდა ილუსტრაციებიც. ის ილუსტრაციები, რაც ვიცით, ახლა ესეც არის მაგ კაცის დამსახურება სხვათა შორის. აგერგორში ისიც აქვს ხატი. ხო, ეს გააკეთა და ჩინელებმა არ მაინც ხო სოციალური ის იყო რა, ანუ ერთ მეგობრები ხო ვართ ახლა დღესაც რა ვქნათ. ჩინელებმა თან გააკეთეს კომიქსი. კომიქსი ეს კი ჩინური კომიქსი არსებობს ეს წიგნი თბილისში ჩემი მეგობრის ბაბუის ბიბლიოთეკაშია და ბაბუა აცხონოს უფალმა ვიმაჟია რა ქვია მანახა ეს წიგნი გავგიზდი ჟუაჩკებში რო იყო დონალდებში რაღაც ერთნაირი კადრები რო ერთნაირი რას კადროვკას ერთნაირი კადრია მსახიობები ჩინელები არიან ვინც ხატია ჩინელები არიან ჩინელები არიან თავისი რაღაცნაირი ჩინური ამ კეპკებით და სოციალისტები თუ ძველი სოციალისტები კი ბატონო ანუ სულისკვეთება ეგეთი, იმიტომ რომ თან პარტიამ უთხრა და აკეთებენ. კი ბატონო. და მაგრამ არსებობს ეს. ძალიან უცნაური რაღაცა არსებობს, ანუ ეგეთი არტეფაქტია ფაქტიურად რა. არსებობს და ჩვენთვის ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თბილისში და სხვა ქალაქებში საქართველოში გვაქვს რუსთაველის ქუჩა, ეს რუსთაველის ქუჩა კიდე სხვა ქვეყნებშიც არსებობს. კი ბატონო. რაღაცნაირად, ხო? ძალიან უცნაური. ხო, ძალიან უცნაური რაღაცა გვაქვს და არ გვახსოვს. მართალია. და ამ ბოლო წლების განმავლობაში ხდება ამის ამოღება, ასე ვთქვათ.
ეროვნული ქვეცნობიერიდან ცნობიერში და შესაბამისად პრაქტიკულობაში მოსაყვანად. ყველაფერი ეს დაიწყო იმით, რომ ბაკურმა, სულაკაურმა, უბრალოდ მითხრა რამ 15 წლის, რავი, 1748-ში. მითხრა რომ მოდი ახლა ცადოთ საბავშვო ვეფხისტყაოსანი გავაკეთოთ რა. მითხრა რომ მოდი ცადოთ, დავხატე. და რა სამი თვე და უბრალოდ ხატე, გასაგებია რომ რამხელა რამეა, მაგრამ უბრალოდ ხატე რომ მივედი და ვანახე ნახატები, მოდიო, საბავშვო კი არ მოდი კლასიკური გავაკეთოთ. თავიდან კომიქსად არ იყო ჩაფიქრებული, გასაგებია. თავიდან კომიქსად როგორ არ იყო ჩაფიქრებული ზოგადად, მაგრამ მე ზოგადად რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ამერიკიდან 2003-ში ჩამოვედი, იმისთვის რომ აქ გავაკეთო კომიქსი. ზუსტად ვიცოდი, რომ ვეფხისტყაოსანია გასაკეთებელი. ანუ ეგ ყველაზე რთული თემა, ყველაზე დიდი თემა, ყველაზე კი ბატონო. იცი როგორ თემაა, რომ ან მოიგებ, ან წააგებ, ორია რა. ან ის არ არის მესამეს. არანაირი საშუალო. მით უმეტეს მაგის გაკეთებაში თუ სერიოზულად კიდევ ხელს ეს ცოტა ისეთ რაღაცას ეხები, რომელიც არის ქვეცნობიერის იქით, ანუ უფრო მუდმივში, ანუ არსი თუ გრძელია და კეთილი, მაშინ ის არსი უნდა აითვისო, მიხვდე რას ნიშნავს გრძელის არსი, რომ კეთილია და ეს არის უბრალოდ მოთმინება. დათმობა, მიღება და ეს გრძელი არსი ყოველთვის მოუგებს იმ ბოროტს, რომელიც ყოველ წამიერში ჩნდება რა. რომელსაც ყოველ წამს უნდა რომ შენი რაღაცა გზა გაგიმრუდოს, შეგაფერხოს, დაგღუპოს ბოლო-ბოლო, ეს არის წამიერი რაღაცა პატარ-პატარა. თუ გრძელს აკეთებ, მაშინ ეგეც ეს არის, ჩვენ მაგას ვაკეთებ შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ქართულის ჩვენი ეს შემართება ეგეთია. მოდი კიდევ უფრო გავარძლიეროთ. შვილები და შვილიშვილები ხელშესახებია მაინც. კი ბატონო. ახლოს ვართ რა. ჯერ კიდე მოვეშევესტრები მე ჩემ შვილიშვილს კარგად. მოდი აბა 1000 წლის მერე საქართველოზე რომ ვიზრუნოთ, მაშინ რაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი ჩემს პირად ცხოვრებაში, რაზე უნდა და პირად ცხოვრებაში რა, იმ დროში, რომელშიც მე აქ განკუთვნილი მაქვს ყოფა ჩემს ხელშიც. და ანუ ხო, როგორ მოვიქცევი, რას დავტოვეთ, არ არის მნიშვნელოვანი, არ არის ფიზიკურად დავტოვე რამე, როგორ მოვიქცევი მე თვითონ ისე ცხოვრებიდან დასაწყისიდან ბოლომდე, რომ საბოლოო ჯამში მაინც თვითონ ქვეყნის ეგრეგორს, აი იმ რაღაცა რაც არის ქვეცნობიერი, რომელშიც 1000 წლის წინ დაიწერა ეს წიგნი, პოემა უბრალოდ, აი ის აქამდე ხომ მოვიდა რაღაცა, რომელიც მუდმივია, რომელიც არ მოძრაობს, რომელიც დროს უსწრებს, რომელიც იქ არის თითქმის სადაც ღმერთი კიდე უფრო მაღლა არის მართალია, მაგრამ აი თითქმის რა, აი იმაში ვართ ესე ჩაქსოვილები და აქედან თუ დავიწყებთ უკვე ფიქს იმაზე რომ სამომავლო, იმ 1000 წლის მერე შეიძლება სილა იყოს ეს ყველაფერი, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმ 1000 წლის მერეში, როდესაც ვიწყებ მე დღეს ამ წამს რაღაცის კეთებას, მე ერთადერთი გადამრჩენია, რომ იმ ჩემი სიკვდილი, ანუ ჩემივე გარდაცვალება და შექმნა ამ 1000 წელიწადში რომ გავზავდე, ის არის ჩემი მრჩეველი და მირჩევს იმას, რომ მე საუკეთესო შევქმნა ამ წამს აქ. ვიქნები მე ეს მხატვარი ვიქნები თუ ბიზნესმენი ვიქნები თუ მსახიობი ვიქნები თუ მარკეტერი. ნებისმიერი ყველაფერი რაც კი გასაკეთებელი გვაქვს ამ ცხოვრებაში, ერთადერთი მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ, რომ ჩვენ თვითონ არ გაგვიტყდეს რა. აი ეგებ მეცადა რომ არ დარჩეს რა. ამიტომ ეს ძალიან საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება იყო, თქვა ბაკურისგან, რომ მომცა ეს პასუხისგებლობა ჩამაბარა თავიდანვე და გავაკეთე. მასე ვერ წავათრევდი მაგ წიგნს მარტო, ეხა მე გავაკეთებ მაგას, ეგრე სად არის მთელი ამხელა ლიტერატურის ინსტიტუტი გვაქვს და რუსთველოლოგიის გამოკვლევის ამდენი ადამიანი მუშაობს და ეს არ არის დღეს, ეს არის ასევე ტრადიცია, რომელიც ასევე ცოცხალია, რომ რამდენადაც არ უნდა გაგვიგირდეს და იქამდე სანამ ამას შევეხებოდი, ჩემთვის პირადად ისევე როგორც სხვა ადამიანებისთვის საქართველოში იყო მუზეუმში. იყო ზეპირად სასწავლებელი, იყო მუზეუმი, იყო ეს და მკვლევარები და მეცნიერები ამის გარშემო ვინც მუშაობდა, ნამდვილად ძალიან სერიოზულად, ძალიან სიერთმისეულად და ბუნებრივია ეხა ამ ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ რაღაცნაირად განცალკევებული იყო ცოცხალი ცხოვრებისგან. კი ბატონო. რაღაცა მასტი იყო რა. ეხა ამან კი პირველი მომენტი იყო ის, რომ ილუსტრაციები გავაკეთეთ, მაგან ჟეზო სირაძეს ვანახე თავიდან, რუსთველოლოგს, გარდაიცვალა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, რომელმაც გამაცნო ქალბატონი ლია კარჭეშვილი, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად მუშაობს ამ ყველაფერზე და მაგასთან უკვე რაღაცა ეს ინსაიტები, რაღაცები რაც მაქვს და ახლა კიდე რასაც ვაშენებ და იმის იქით კიდე რაც იქნება,
მე მგონია რომ ეს ინსტიტუციონალურ დონეზე რა თქმა უნდა იყოს და უნდა არ შემოიფარგლებოდეს უბრალოდ იმით რომ ბილეთი იყიდება და სკოლები მოდიან უნდა ისწავლონ ტურისტიც უნდა მოვიდეს და აუცილებლად უნდა ნახოს ტურისტული მოსვლა ნიშნავს იმას რომ ეს ქვეყნიდან იქ წავკი ნახეს რაღაც საინტერესო ფერადი რაღაცა არის ისეთი რაღაცა მაგრამ ეს გაცილებით უფრო დიდი რამე არის ვიდრე უბრალოდ ამში რო ჩადიხარ ვან გოგის ზუსტად ასეთი გამომენა და ძალიან მეც ხა მახსოვს ეს თვალწინ მიდგას იმდანაც საინტერესოა და ეს მართლა ძალიან კარგი დასაწყისია და აი თხომ არ იყო იდეა ერთ-ერთი ის რომ თანამედროვე ბავშვებს რაღაცნაირად მათ ენაზე მიგვეწოდებინა, მათთვის უფრო გასაგებ ენაზე მიგვეწოდებინა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. მე მახსოვს რომ მე როცა ვსწავლობდი სკოლაში იცით აი სწორი სიტყვები მიდავიხმარო. ზოგჯერ იყო ხოლმე რაღაცნაირად ცოტა ყოველთვის უფრო რთულთან ასოცირდებოდა, რაღაცნაირად ცოტა წნეხთანაც ასოცირდებოდა ხოლმე, აი ეს რომ რაღაც ეს დღემდე მახსოვს ეს საზეპიროები, ღამეს რო ვათენებდი ხოლმე მე მგონია რომ ცოტა სხვა მიდგომით იმდენად დიდია ეს რომ ეს არ უნდა იყოს მძიმე, პირიქით ეს უნდა იყოს ძალიან ლაღი პროცესი და იმდენად საინტერესო და აი ძალიან დიდი საქმე გაკეთდა აი სწორედ ამ კუთხით რომ აი უფრო ასეთი კუთხითაც მიგვეწოდებინა ახალგაზრდებისთვის. კი, მადლობა ღმერთს და გავაკეთე გადაურჩი მაგის კეთებას, ეგ ურთულესი პროცესი იყო. არც დავიწყებ მაგაზე ლაპარაკს, მაგრამ ძალიან მაგარი გამოცდილება, თითქოს ბრძოლა იყო, მაგრამ ეს ბრძოლა კიდე გრძელდება უკვე სხვა იმიდან რა ქვია, სხვა ლეველებზე ასე ვთქვათ რა. კი, ჩემი იდეა მართლა კომიქსი იყო, მაგრამ იმის გარეშე რომ ესწავლა თვითონ პოემა, ანუ კლასიკური იმითი, ჯერ ესე უნდა მესწავლა და ეხლა რო ხვდები რამდენი გავიარე ხო ზემოდან, ანუ სხვანაირად ვერ. ჯერ კლასიკური უნდა გამევლო თავიდან ბოლომდე დამეხატა, ეს უნდა მიღებულ იქნას, ან არ მიღებულ იქნას საზოგადოების მხრიდან. იყო მიღებული რამას ასე ძალიან გამახარა მეც და რა ვიცი, მადლობა ღმერთს რომ ეს რაღაცა ეს პირველი გავიარეთ, ეს ძალიან დიდი სიყვარულში გაკეთდა და შემდეგი უკვე 3 წლის შემდეგ, რაღაც 2011-ში გამოვიდა კლასიკა და 2016-ში დავიწყე კომიქსის კეთება. ანუ ხო, თვითონ ეს რაღაცნაირად დროც უნდა დამწიფებულიყო. ანუ გამომცემელს რო ვეუბნებოდი, მოდი გავაკეთებ კომიქსს. ჩემი გამომცემელი გავიცანი, როდესაც ვიყავი მე რაღაც 17 თუ 16 წლის. ახალი ჩამოსული საქართველოს ახალი გაკეთებული იყო. ჩვენ სუპატერები ვარ. სინამდვილეში ჩვენი საქართველო არის, რამდენი 45-ის თუ 16-ის ხდება თუ რაღაცა რა. ხო, ანუ ჩვენ უფრო დიდები ვართ გამოდის, კაი და აი მაშინ საერთოდ არაფერი რო არ იყო, მეთქი რომ მოდი კომიქსი გავაკეთე, გამომცემლო თქვა რომ იცი რა 15 წელიწადში მოდი და მერე. როდესაც ეს ვკითხე, საქართველოში არაფერი არ იყო. ერთი პატარა ოთახი ჰქონდათ, რიზოგრაფი ჰქონდათ და ბეჭდავდნენ რაღაცებს, რა თქმა უნდა, კომიქსი მანდ ვერ გამოვიდა და ვერ. 15 წელს გავიდა რაღაც ყველაფერი გავიდა, ჯერ გავაკეთე ეს და მე 2019-ში გამოვიდა კომიქსი. კი, 16-ში დავიწყე. საქართველოში არ ვხატავდი. საქართველოში ესეთი რამის გაკეთება მე მგონი შეუძლებელია. აუცილებლად უნდა გაგცეთ ჯერ დღეს ყოველ შემთხვევაში რა, როდესაც ჩვენ არსებობს რაღაც საქმეები, რომელიც შეგიძლია გაკეთო და აუცილებელია, იმიტომ რომ ხალხთან ერთად აკეთებ. მაგრამ არის რაღაც საქმეები, რომელიც უნდა ადგე ჩაიკეტო და არასდროს არ გამოხვიდე, სანამ არ მორჩება. ამიტომ ავდიქ წავიდი ნეპალში. არა, საინტერესო. ხო, ვიარი. ბევრი კომპოზიტორი და ბევრი მწერალი და მხატვარი აკეთებდა იგივე ზუსტად პროდუქტიულობის კუთხით. რაღაც მოვიარე ნეპალი, საფრანგეთი რაღაცა ისინი იხადება. ინდოეთში უნდა წასულიყავი, მაგრამ მე მითხრეს ზემოდან რომ არ წახვიდე, კიდე კაი რომ არ წავედი და შემფუძა. ის ჯგუფი, რომელიც მოვიდა სამუშაოდ, ზუსტად მაგიტომ მოვიდა რომ არ წავედი ინდო. ეს ძალიან უცნაური რაღაცა ხდება. და მე უკვე რო დავბეჭდეთ, უკვე მე აქ რაღაცა თავისთავად ესე არის, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოა, აქ ჩვენ ვიცით როგორ ეპყრობიან ქართულ ადამიანებს, რომლებიც უკვე გარდაიცვალნენ, მე გვიყვარს ხოლმე რომ თურმე ეგენი ყოფილა, ყველაფერს მაგაცია და რაღაცეები, ამიტომ ეგ მისაღებია ჩემთვის. ყველაფერი თავის დროზეა, ღმერთის ქვეშ დავდივართ ყველანი და ყველაფერი აგერ გავაკეთეთ შოუ, რომელიც ასევე მაგ წიგნის გაყიდვაზეც იმუშავებს, თავის თავზე იმუშავებს და ეს შოუ არ გაჩერდება მარტო თბილისში. ამიტომ სხვა ევროპულ ქალაქებში ალბათ. არა მარტო ევროპულ ქალაქებში, მე მგონია რომ ყველგან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა იყოს ეს შოუ, ერთდროულად მუშაობდეს. კვირის სხვადასხვა დღეს.
ასე ვთქვათ. ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია აბსოლუტურად შესაძლებელია ყველაფერი. ეხლა დღეს მადლობა ღმერთს და ტექნოლოგია დაგვეწია. დაგვეწია კი ბატონო. რომელიც მაგალითად ეხლა 6 ბოლო წელი ამ შოუზე მუშაობ. და არა მარტო ამ ეს შოუ არის შემადგენელი ნაწილი ერთ-ერთი სამყაროსი, რომელიც არის რუსთაველი სამყარო რა და წინ წავწიეთ ეს ყველაფერი საქმე AI-ის დახმარებით და რაც მგონია რომ ფანტასტიკური ხელსაწყო მოიგონა კაცობრიობამ იმისთვის რომ ადამიანმა ნახე როგორ რაღაცა ის ხელსაწყოც რა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჩემი ცნობიერება რაღაცა ხო რაღაცა აქ რომელიც არის შეზღუდულია მხოლოდ იმითი რომ მე არ ვიცი მაგალითად ყველაფერი რა ძალიან მარტივია შეზღუდულია რა ცოტა მეტი რომ წამეკითხავ ცოტა უფრო დიდი მექნებოდა ცოტა მეტი რომ მეცხოვრა ცოტა უფრო მეტი ანუ მაგრამ ის მაგრამ რაღაცა არ იქნებოდა ახლა გავხსნა ანუ შეზღუდული არის მაგის გაფართოებაზე უნდა ჩალჩოვდეს ადამიანი ზოგადად თავის ცნობიერების რომ გამაღლოს თავი ისწავლოს უფრო რა თქმა უნდა შეცვლით შენ თავ შეიცვლება სამყარო ყველაფერი მაგრამ შეზღუდულია რაღაცეებით უცებ მაძლევენ სამყაროში უცებ მაძლევენ ჩვენ გვაძლევენ რა ხელსაწყოს რომელიც როგორც პირველყოფილმა რო აღმოაჩინა ცეცხლი ზუსტად და მისი გაგრძელება აღმოჩნდა ეს ცეცხლი რო რაღაცა ზუსტად იგივე არის ესეც ანუ ეს ცნობიერი თითქმის შენი გაგრძელებაა ოღონდ ის რაც გაკლია ის შეუძლია გაგრძელოს ნამდვილად და თვლით თუ არა რომ აი თუნდაც AI აი ამ ციფრული ტექნოლოგიების შემოსვლა თქვენთვის როგორც მხატვრისთვის ხელოვნების გაგრძელების შესაძლებლობა ხო აი მაგალითად რა ნეგატიური და რა დადებითი მხარეები აღმოაჩინეთ აი თუნდაც ამ პროექტზე მუშაობის პროცესში კი აი კითხვა ნეგატიური მოვლენა არის რა იცი რომ გაზარმაცებს სავით ცოტა რაღაცა იმას გიშვება რა და არის ეგ დააჭირე და გავაკეთებ მაგრამ როდესაც მიდის საქმე თვითონ საქმესთან იქ იმ დაჭერამდე საკმაოდ დიდი დრო უნდა დაახარჯო კონსტრუქციას აზრის ესე იგი გამოდის რომ მარტო ანუ თან თუ ახლა ნახატსაც აყოლებ ხომ რაღაცა ახლა აი წინას სტუმარმა კარგად ილაპარაკა უნდა იცოდე ლინზა უნდა იცოდე როგორ განათება რაღაც რა თქმა უნდა დახმარე რაღაცა ფაქტორებია რა ჩემ შემთხვევაში ეს არის რა ხელნაკეთი ნამუშევარია რომელსაც ამაში უბრალოდ ვაყოლებ და ძალიანაც მომწონს რომ ეგეთი რამეა იმიტომ რომ იმის მაგიურად რომ მე ვსდიო გუნდს მაგალითად ძალიან კარგი გუნდა არავის არ ვაკნინებ ვსდიო გუნდს ვიხადო ამ გუნდის რაღაცა ის ამხელა 4-ჯერ უფრო ძვირი გამოდის 1 წამის გაკეთება ვიდრე მაგალითად 6 წამს გააკეთებ აქ მარტო მაგაზეც არ არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაინც მე ბოლოს რას ვაკეთებ იცი რომ კადრი რომელიც აქ არის დამუშავებული გადამაქვთ მე ვაძლევ გუნდს და ისინი კიდე ზემოდან ამუშავებენ იმისთვის რომ ეს ნამდვილად შედგეს ის რაც გვინდა რატო უნდა დავხარჯოთ დრო მაგალითად ტექნიკურ რაღაცაზე როდესაც შესაძლებლობა გვაქვს რომ ეს იგივე უნდა გავაკეთოთ ხელით და წავიდეს დიდი დრო რესურსი კი იგივე უნდა გავაკეთოთ ხელით პროექტისთვის რომელიც შეიძლება მარკეტინგიდან თქვათ რაღაცა ჯერ ეგერთი მარკეტინგი რეკლამა რაღაცა აი ამ ყველაფრისთვის რატო უნდა აკეთო ხელით რაღაცა თუ არ არის ნამდვილი დიდი ხელოვნება თქვათ არ არის ფილმი ან არ არის სპექტაკლი ან არის რაღაცა რაც მართლა ხელით ოსტატობას მოითხოვს რა ფიქრობ რომ ეს სწრაფი ხელოვნებაა მარკეტინგისთვის ყოველდღიურობისთვის ძალიან გამოსადეგი რავი ლუდის რეკლამისთვის ძალიან კარგი რა თქმა უნდა მხატვრებიც იქნებიან იმ კომპანიაში სადაც ეს ყველაფერი კეთდება კომპანია თვითონ იმას იზამს იმიტომ რომ მხატვარს მაინც ვერსად ვერ გაიქცევი არა მხატვარს გინდა მსახიობს გინდა რა ვიცი მე მგონი ძალიან ტყუილა ეშინია ადამიანებს რომ რაღაცას დავკარგავთ თუ რაღაცა ხო კი ეხლა იმიტომ რომ დარგი სპეციალისტი აუცილებლად საჭიროა რომ ის შედეგი დადგეს რა თქმა უნდა ეს იმ ადამიანებზე ვინც აეხა Amazon-ში მუშაობდა რამდენი ხალხი გაუშვეს ხო აქედან რომ გადააკ ამაზე და კარგი დაკვირვება არ ამგონიაო წინასწარმეტყველმა რომ მოწონდეთ ეგ სამუშაო მართალია რა პროსტა იმიტომ რომ ორი კაპიკი ჭირდებოდეთ ეხლა AI ამ შემთხვევაში ან თავისუფლებს ადამიანს რაღაცეებისგან ოღონდ მაგარი მახე არის რომ არ ჩავარდეს ადამიანი აი რაღაცა უსაქმურობაში უსაქმურობა ისედაც ხომ ახია
თუ აკეთებ არაფერს, მაშინ არაფრის კეთება ძალიან რთული რაღაცაა სინამდვილეში. ანუ აი, დავждდე და არაფერი ვაკეთო. ჩემპიონატები წარდება სხვადასხვა არაფრის კეთებაში. ანუ ურთულესი რაღაცაა. რთულია, მართლა. მართლა, ყველაზე რთული რამე არის სინამდვილეში რა. სხვადასხვა მე ვიცი რომ Amazon-ზე იყიდებოდა Amazon-ზე საუბარი მართალი ხარ, მადლობა, ხო? მაისური იყიდებოდა თქვენი Amazon-ზე ეწერა და წარწერა იყო წარიელის ბუზარადი. და 100,000 საჯობებს თუ გამორჩევით მკმნელია. საიდან იცი რაც კი იყო ეგეთ. ეხაც იყიდება ისე? არა, ეხა ჯერჯერობით არ იყიდება, ეხა იყიდებოდა, კი. და ექსპერიმენტი იყო ასე ვთქვათ რა. იმისთვის რომ ვთქვათ გაყიდვებმა იმატონ თუ იყოს ეს თანმიმდევრული რა, ანუ როგორ ეხა რამდენი წლის წინ გავაკეთეს მართლა უბრალოდ რაღაც მის ვიყიდეთ რაღაც დასაბეჭდი და ვაკეთებდით მაისურებს რა ჩვეულებრივად როგორც ყველანი ვაკეთებთ ხოლმე საქართველოს შეხო მაგარი პონტია რაღაც მივასკდებით და ვაკეთებთ ხოთ შორის აი ხა იურიდიულ ამბავზე ბარემ გამახსენდა შეიძლება ცოტა ხანი აი გამოვიყენო თქვენი ეთერი ამ პატარა საუბრისთვის რა იმის ესე იგი რა შეასაქმე ჩვენ კი გვეშინია მე AI რო წაგვართმევს რაღაცას, მაგრამ ცოტა უფრო უნდა გვეშინოდეს იმისი რომ ადამიანი უფრო გვართმევს რა, ვითომ ვიდრე რაღაცას. ამიტომ იურიდიული საკითხი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ფარგლებში, მე არ ვიცი სხვაგან როგორ არის და არც მაინტერესებს, იმიტომ რომ აქ ცხოვრობ და ესეც ესე მინდა და ვсё. და საქართველოს იურიდიული საკითხი ხელოვნებასთან დაკავშირებით არის უაღრესად ურთულეს ამბავში რა ძლივს რაღაცა მუსიკას გამოუშთა პატრონი ერთი მეორე კინაღამ დახოცვა მოხდა ამის გარშემო რაღაცა მაგრამ აი ხა მოვიდა დრო როდესაც ხა უნდა ვიფიქროთ იმაზე AI რამდენად იურიდიულად გამართლებული ხო როგორც თქვი კომიკონებზე და ესეთ რაღაცა ფესტივალებზე იმაზე არ შეიძლება რომ წარადგინოს AI ნამუშევარი. ეს ნიშნავს რას, რომ თუნდაც ეს შოუ, რომელსაც ახლა ვაკეთებთ, რომელიც არის, ვაკეთებთ კი არა, რომელიც უკვე არის, მადლობა ღმერთს და არის, ძალიან მიხარია რომ შემიძლია თქვა რომ კი არა, ვაკეთებთ, გაკეთებულია. ხო, AI-სთან გააკეთე კომიქსი არ მიდის რა, ფესტივალებზე არ მიიღება და ვсё. არა, ეგ მაგარია, ეგ ძალიან ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ნამუშევარი ფასობს. ეგივე ხა ბუნებრივი ალბათ კინო იქნება ალბათ დარგივით რა რაღაცა AI რაღაცა ფილმები და შესაბამისად ალბათ როგორც სუნოს აქვს მაგალითად შეგიძლია აიღო ვიღაცის ტრეკი რომელმაც გააკეთა იმაში და გადააკეთო რაღაცა ის მაგის პრომპტი გამოიყენო როგორც შეუულებრივად მაგრამ სუნოსაც ასევე აქვს ის რომ გადაიხთი და საკმაოდ სიღრმისეულად შეგიძლია გააკეთო მუსიკა რომელიც მართლა აკეთებ მუსიკას რა უნდა ბენდია რა ბენდში ხარ როცა შედიხარ სარეპეტიციოზე შევედი თქვა რაღაცა ჩავაჟღარულნე სახში და ერთი კუპლეტი მივაწერე რა როგორ ვაკეთებთ ახლა მუსიკას ბენდები რა მოვედი ბიჭები დავჯექით აბა ბიჭებო ნახეთ აი ახლა ეს მაგ და ვა იმან ახლა სულპა და ჯემი პატარა და ნახე ეს კაი იყო ეს მოდი ახლა მე მიდის სრულფასოვანი მუშაობა 1-2 თვე კიდე რაღაც აქვს ზუსტად იგივეა აქაც რაღაც დაუკრავ რაც ლექს იმღერებ ცუდად იმღერებ თუ კარგად იმღერებ რა ჩართავ და მე ვაკეთებ მაგასაც ეგ არის ვეფხისტყაოსნის სამყაროს ნაწილი ვეფხისტყაოსანი არის ცოცხალი აი ჩემთვის არის ეგ ტიპი რა ვეფხისტყაოსანი არ არის მხოლოდ პოემა ვეფხისტყაოსანი არის ჩვენი სულიერი რაღაცა გაზრდის თუ გამყარების ინსტრუქცია და პროსტა ინსტრუქცია. ზეპირად რო ვიცით, კაია, გვაწვალებდნენ, მაგრამ ჩვენ ბავშვისთვის ზეპირად სწავლა. მე ზეპირად მაგიტო ვერ ვისწავლე, ვერაფერი არაფერი არ ვიცი ზეპირად. და თქვენი გადაკვეთა შოთა რუსთაველის ქმნილებასთან არ არის ერთჯერადი, ხო? არ ვითარ შემთხვევაში. მოგვიყევით, როგორ ანვითარებთ ამ მიმართულებას და რაღაც თამაშის შესახებაც გსმენია და ორი სიტყვით კი უკვე აღნიშნე რომ წინასწარ არაფერი არ უნდა თქვა, მაგრამ ცოტა მაგას ესე თლად ესე ვერ მოყვები. კი, გამოვაცხო შოუსთან ერთად წავა, ეგ ჩემთვის ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ შოუ წიგნი ჯერ ეგერთი იყიდება არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში, ჯერ ეგერთი საქართველოს დიდ ქალაქებში არსებობს ეს წიგნი. იყიდება ასევე იტალიაში, იყიდება საფრანგეთში. ორა საინტერესო. რამდენი ენაზე არის ეს თვითონ გადათარგმნილი და გაკეთებული წიგნი? აი, პოლონურად გადაითარგმნა, ბოლო თარგმანებიც პოლონურად, პოლონურად, იტალიურად, ფრანგულად. ორა საინტერესო. გამომცემლობას აქვს გადათარგმნილი ინგლისურად და ელოდება თავის ბეჭდვის დროს.
და მე ვფიქრობ, რომ ყველა 60-ვე ენაზე უნდა გადაითარგმნოს, როგორც სტალინმა დაგვიბარა. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსული აუცილებელი არის, მე ესე ვფიქრობ. არ ვიცი ხა ვის როგორი განწყობა აქვს, მაგრამ მე ვთვლი, რომ თუ ჩვენ ქართველები ვართ, მაშინ სწორედ უნდა მოვიგებოთ მაგასაც ეს მუზეუმში კი არ უნდა ჩავდო და მე არ შემიძლია არ დავდებ თუ რაღაც არ მიუღებ. ძალიან დიდი მიუღებლობა გვაქვს სოთეშორის. რუსთაველი მაგას არ იკადრებდა კი. ძალიან დიდი მსოფლიომ უნდა გაიცნოს. ჯერ ეგერთი უნდა გაიცნოს, ეხლა წინა რესპონდენტთან მაგალითად იყოს საუბარი, რომ რატო შავკანიანი რო არის იქ ვიღაცა რა პირველი ნახატები რომ მივიტანე რუსთველოგებთან, პატნიორ რეზო სირაძესთან ვანახე, 6 ნახატი იყო. დიდები ნახდი რა. ძალიან ნერვიულობდი რა სიტყვის, იმიტომ რომ ეხლა აი ქართულს დავამზ არა მაქვს რა, თქვა კაცმა არაბეთია. არაბეთი ხო? პირველი. ხო, დავხარ რაც არის ნახატული და თვითონ ნახატის კლასიკაც ეგეთია, ნახატიც არაბულია და ნუ არაბული რა ზიჩი მიყვარს, მაგრამ იმიტომ რომ ნაღდათა ის რაღაცა ზიჩის ეს ძველი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არის. ყველაზე, იმიტომ რომ განსხვავებულია, ეხლა ბუნებრივია იმაზე ქართველებზე ვაფრენ, მაგრამ კი, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ზიჩის განსხვავებულია, სხვანაირია, ეს ისედაც ბავშვობიდან მიყვარს ესე რაღაცა ესე იმოშვები და ხო, რა თქმა უნდა, აი ესეც რაღაცა მაქს კუთხით წავიყვანე, ოღონდ თან ნუ ხო გრაფიკა ოღონდ თან რო კონდეს ისლამური ილუსტრაციის პეცი. ეს არსად არ ხდებოდა იქამდე, ოღონდ აი ჩარჩოს რო ხატო რაღაცა ის ნახატი რო რაღაცა ხელნაწერი ჩარჩო და ამ ჩარჩოდან ზოგჯერ რაღაცეები გადმოდიოდა ხოლმე. თვითონ აი მინიატური ისლამური რაღაცა ხე ან ვიღაცა ტიპი. აქაც ზუსტად ესე ეს ისედაც კაია, იმიტომ რომ ჩარჩოდან გამოსვლა ზოგადად ძალიან მახარებს ხოლმე მე თვითონ რა. ანუ ჩარჩოდან რო გადიხარ რაღაცა აი ახალ რაღაცა შეიძლება მიაგნო რა. ხო და ამიტომ ეგეც აი ეგეთი ტიპი გაკეთდა და კაცმა მითხრა რომ კი ცირაო მეცოს ქართველები მქონდაო წარმოგეკიო იმათი ნახატები ვიციო რაღაცა მაგრამ აი გარიო და მიიღო და პირველ გამოფენაზე მაგან სიტყვით მაგან გახსნა ეს გამოფენაზე ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რა თქმა უნდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგ ანუ არა ქართულისიც რომ ამას კონდეს რა ეხლა რა გავაკეთე კომიქსში მარ არის გამოყენებული სიტყვა მონა არის მსახური და ყველა არის უბრალოდ ეს იცნობ მაგრამ შავთეთრია რა გავაფერდოთ ყველა კი ბატონო ცალკე ჩვენ თვითონ ჩვენი გასაფერადებელია ის ვეფხისტყაოსანი რომელიც გავაკეთე მე პირადად და ეს ახლა როგორ რამეა იტალიაში მაგალითად დანტე არის ყველგან პროსტა არის ყველგან აი სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან არის რა ყველა ადამიანს თავისი ქვეყნის ის რაღაცა თუ არ ეამაყება ნუ მაშინ რადგინა მუზეუმში ეგ ხო? ამიტომ ადამიანები დანტეს რაღაც ამ სახეს ზოგი სკეიტბორდზე აკეთებს, ზოგი რაღაცა, ზოგი იქით, ზოგი აქეთ, ზოგი აი, ყველა აქაც ესე უნდა იყოს. ჩვენ უნდა გამოვცოცხლდეთ, უნდა გაგვახსენდეს ვინ ვართ ქართველები რა. სადღაც თუ მივისწრაფით და იქ ბალახი უფრო მწვანეა. მე მაგისი არ მჯერა, აგერ ჩემი ბალახი აგერ არის. რასაც მინდა იმას აქ ვაკეთებ. როდესაც მივდივარ იქ და ვყვები რომ აი აქ ესეთი ბალახი მაქვს, იმათ უნდათ რომ აქ საბალახოდ ჩამოვიდნენ. ვეუბნები. ზეპირად თუ არ იცით ერთი სტროფი მაინც არ ჩამო. მე არ ვიცი, მაგრამ ეგები იმათმა მაინც იცოდნენ. ხო, აი ეგეთი მომენტი არის რა. მე მგონია რომ ჩვენთან ვეფხისტყაოსანი არის ერთადერთი ადგილი რომელიც პოზიციას და ოპოზიციას საერთო თემას აძლევს იმისთვის რომ საერთო რაღაცა ქვეყნის ჩვენ ყველას გვინდა ქვეყნის სიკეთე ხო გვინდა ქვეყნისთვის სულ ერთია ჩემთვის ეს ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია იქნება ყველა თავისას ამტკიცებს რომ სიკეთე უნდათ ქვეყნისთვის იბრძოლონ რაც უნდა ის უქნათ მაგრამ არსებობს ვეფხისტყაოსანი რომელიც სულიერად ყველასთვის უნდა იყოს საერთო ნამდვილად თუ ამ საერთოზე ჩვენ არ შევთანხმდით მაშინ აზრი არა არაფერს არანაირ მე ჩემი აზრით რა ამიტომ ისეთ სივრცეს ვაკეთებ რომელიც დღეს შეიძლება ვიღაცა დღეს მაგრამ ადამიანები რომლებიც დღეს დაიბადნენ მაგალითად და უკვე ესეთი რამე აქვთ ქვეყანაში 20 წლის მერე ღმერთმა ქნას რომ ეს არსებობდეს მე ყველაფერს გავაკეთებ და ჩემი გუნდი ნამდვილად სასწაული გუნდი მყავს ესეთი ერთგული ადამიანები რომლებიც გვერდში დამიდგნენ ამ ბოლო წლის წლების განმავლობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია პირდაპირ პარტნიორი ხა მერე მაგ ყველაფერზე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ რომ მაგის გარეშე არ გამოდის თამაშზე რომელზეც არ ვილაპარაკებ ხა ეს უბრალოდ ვიტყვი რომ მოყვება შოუს ეს შოუ ახლა უკვე შოუ არსებობს და
ნელ-ნელა ამას ახლა მაგალითად ახლა მუშაობთ იმაზე, რომ სხვა ქალაქში დავაყენოთ ჩვენი საკუთარი ეკრანები იქნება ეს თუ რაღაც ჰოლოზეუმთან ერთად. ანუ გავზრდით, მაგას წინ ისაკ დრო აქვს. არსად არ მეჩქარება, არაფერი მისა გადმოსახტომი, არაფერი ჩემი თავი, უნდა ვიპოვო ჩემი თავი რაღაც მასტი აღარა ვარ. 15 წელი ამაში ვარ, რატომაც არა კიდე მომდევნო 15 წელიც რატო არ ვიყო და თქვა რატომაც არ დაუთმო ჩემი ცხოვრება ამ საქმეს, რომელიც ესე თუ მომეცა პასუხისგებლობაა, თუ გადაურჩი და არ მოუკვდი ეს პასუხისგებლობა და ავიღე და კეთდება და გაკეთდეს. და ღმერთის ქვეშ რა ყველაფერი, არაფერი ზედმეტი არაფერს არ ვაწევები, არაფერი კონტროლი არ მჭირდება. უკვე ჩართულობის ელემენტიც შემოდის ამაში, რაც კიდე უფრო ორგანულს გახდის და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. მე გისურვებთ უდიდეს წარმატებას, ძალიან დიდი მადლობა. ყველასთან ერთად. ეგ წარმატება ჩვენ გვეკუთვნის ყველას. მე მგონი, იმიტომ რომ ესეთი მდგომარეობა, ჩემი პოლიტიკური ხედვა ეგეთ. ვეფხის ტყავოსნის პოლიტიკური ხედვა, ჩემი არა დაჟე რა. თვითონ აი შოთა მითხრა ესე არის რა, რომ ეს მე ვარ ყველასი შოთა თქვა, ვისაც უნდა რომ ჩემთან ერთად იყოს, მოვიდეს და იყოს. ამიტომ ამ შოუს რა თქმა უნდა ღია, ეს შოუც ღია, ის თამაშიც ღია, რასაც ვაკეთებთ კიდე მომდევნო ამბავი ღია, ძალიან დიდი ამბავია. მსოფლიოზე უკვე არის ეს ისედაც გაშლილი და ძალიან მიხარი, არავის რაღაცა თავისით მოხდა ყველაფერი, შოთა თავისით აკეთებს ყველაფერს. აქ უბრალოდ თუ ყველანი ერთად უნდა დავხვდეთ, გავიაზროთ რომ ეს ჩვენ ვართ და რაღაცნაირად დავთანხმდეთ იმაზე, რომ შევთანხმდეთ იმაზე, რომ პოზიცია და ოპოზიცია არის კერფთაყვანისმცემლობა და თუ ვინმეს უნდა თუ გვინდა ბრძოლა ვაგრძელებთ, ბრძოლას რა თქმა უნდა ეხა ის, მაგრამ სივრცე, რომელშიც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს საერთოა, რაღაცნაირად უნდა არსებობდეს და ეს ერთ-ერთი სივრცეა, რომელიც არის ვეფხისტყაოსანი საქართველოსთვის მე მგონი დღეს. მადლობა. და იდეაში ჩვენებურად სწორედ ამას ვაკეთებთ, რომ ყოველთვის ვეძებთ იმ ტრადიციებს, რომელიც ცოტა დავიწყებისკენ მიდის და ვცდილობთ ის ყველაფერი წამოვწიოთ წინ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ციფრულმა განვითარებამ შეძლო, რომ დღევანდელ დღემდე და კიდე მომავალში მივიტანოთ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ მოგზაურობაში ჩვენთან ერთად იყავით და დიდი მადლობა. ასევე მოუწოდებთ ჩვენ ძვირფას მაყურებელს, გამოიწერონ ჩვენი არხი და კიდევ საინტერესო თემებს შემოგთავაზებთ. აუცილებლად ნახვამდის. ნახვამდის, დიდი მადლობა.